თემასთან მივიქნებით, ხო? მე გსაცე დიდი გამოფენა რა. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ნიკოლოზოვის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, რომელიც ეხება საქართველოში მოსალოდნელი განათლების რეფორმებზე, რომელიც შეეხება ასევე მეცნიერებას, უმაღლეს და საშუალო განათლებას. წინა შეხვედრა ჩვენ გქონდა წინა პარასკევს თავისუფლება სიმართლეშია. ბატონი თემურ შაშიაშვილთან ერთად ჩვენ გქონდა საუბარი, დავიწყეს საუბარი ამ მოსალოდნელ შედეგებზე, მიდგომებზე, მაგრამ რადგანაც ჩვენ მაშინ არ გქონდა სრული ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში ახლაც არ აქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ მაშინ ნაკლებად გქონდა, ახლა უკვე ზოგიერთი ინფორმაცია გვაქვს და ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ციკლს. ამ გადაცემის სტუმრები არიან პროფესორი მართვის დარგის სპეციალისტი ბატონი ვახში შვანია, პოლიტიკოსი საზოგადო მოღვაწე ბატონი თემურ შაშიაშვილი და მათემატიკის და ეკონომიკის დოქტორი, საქართველოში ყველაზე სინერგეტიკული მეცნიერი პროფესორი გია კვაშილავა. მე გახლავართ თემურ ჩილაჩავა. ჩვენ ვისაუბრეთ ბატონო თემურ გახსოვთ წინა გადაცემაზე, რადგანაც პარლამენტმა საკმაოდ ხარად ერთ დღეში მიიღო ესე იგი კონცეფცია განათლების და მეცნიერების ვთქვათ რეფორმების შესახებ, მაგრამ ეს კონცეფცია არცად არ იყო გამოქვეყნებული და არც პარლამენტის საიტზე იდო. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად, მაგრამ ამ კვირის განმავლობაში უკვე განათლების სამინისტრომ დაიწყო შეხვედრები უმაღლესი განათლების კუთხით საჯარო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან. იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წერეთლის სახელობის რაც მე ვიცი, გუშინ წინ ასევე იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტი, 8 პიროვნება, რექტორი, პრორექტორი, კანცლერი, 5 დეკანი და დღეს ზუსტად ამ პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტი არის იქ. მინდა გითხრათ, რომ ინფორმაციები არ არის, ვთქვათ, კარგი. მე აქ განსაკუთრებით მინდა ბატონ თემურს მერე ვთხოვო, რადგანაც მე ახლა იცით, საზოგადოებამ იცით, წარმოადგენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აფხაზეთს და ერთ-ერთი მეორე საკითხი, დიდი საკითხი მინდა თქვენ თუ ესე იგი ინებებთ სოხუმის უნივერსიტეტის მომავალზე და სოხუმის უნივერსიტეტის როგორც პოლიტიკური მომენტის ვთქვათ შესახებ ვისაუბრეთ, მაგრამ მანამდე როგორც ირკვევა აი ამ კვირის განმავლობაში მიზანი მთავარი განხმოვანებელი აი ამ მთავრობის მიდგომისა არის ცნობილი იურისტი, რომელიც ასევე როგორც თვითონ საუბრობს ერკვევა ასტროფიზიკაში, ქიმიაში და ყველა დარგში, ბატონი ზვიად გაბისონია. იმან თქვა, ბევრი ინტერვიუს იძლევა ის, საკმაოდ ისეთი ნაკითხი კაცი ჩანს, განათლებული. მან თქვა, რომ საქართველოში ჩვენი ის კონცეფციის თანახმად ბატონ თემური იქნებაო ორი ცენტრი. ერთი რა თქმა უნდა თბილისი, მეორე ცენტრი ქუთაისი. ახლა ჩემთვის ეს ახლა ამ ეტაპზე, რადგანაც მე და არა მარტო მე 310,000 ქართველი აფხაზეთიდან ვერ ვართ იქ და აქ ვართ, ამ ეტაპზე ბუნებრივია ეს მისაღებია, თუმცა ჩვენ რო ყოფილიყავით სოხუმში, ჩვენ რა თქმა უნდა გავუწევდით კონკურენციას ქუთაისს, მაგრამ არა ვარ. ამიტომ მისაღებია, რომ მეორე ცენტრი არის ქუთაისი. შესაბამისად, ბატონი ზვიადი ბრძანებს და ასევე მისი გუნდის წევრები, რომ ამ ორ ცენტრში იქნებაო ყველა სპეციალობა. მაგალითად, ქუთაისში არის ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთი რა თქმა უნდა დიდი ხნის წინ დაარსდა 30-იან წლებში, მაშინ პედინსტიტუტი იყო, დღეს წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეორე ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტი ბატონ გია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
რომელიც არის ბატონი ბიძინას პატრონაჟი და მგონი ფლობელი არის ქალბატონი ხედელიძე, მისი მეუღლე. ანუ ყველა სპეციალობა ქუთაისში ამ ორ უნივერსიტეტში იქნება. როგორც ლაპარაკობენ, მოდის ხმები, რომ ჰუმანიტარულს დაუტოვებენ წერეთელს და ზუსტი მათ შორის მათემატიკა, კომპიუტერ საინს, ეკონომიკა, ასევე მედიცინა და ამ შემდეგ იქნება ბატონი ბიძინას უნივერსიტეტი. ეს ჯერ გადგნილი არ არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჯამურში იქნება ყველა სპეციალობა, მაგრამ რადგანაც ტრადიციები ჰუმანიტარული საერთოდ არ აქვს ბატონი ბიძინას უნივერსიტეტს, იქ არ ყოფილა ჰუმანიტარული სპეციალობა, ბუნებრივია ქუთაისის უნივერსიტეტში, დაახლოებით ესეთ განაწილებაზე არის. დღეისთვის ქუთაისში ბატონო თემურ ყოფილა ამ ჯამურ ამ ორ უნივერსიტეტში 7500 სტუდენტი დღეს. და ბატონო გია, ბატონო ბახში ამ კონცეფციის თანახმად მომავალში ქუთაისში უნდა იყოს 30000 გაოთხმაგება. ახლა ზოგადად რა თქმა უნდა ეს კარგია, ვინც ქართველია, ქუთაისი უყვარს, მეც ესეთი ვარ, რომ მიყვარს, ყველაზე ქართული ქალაქია ქუთაისი. და რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ახლა ეს 30000 სტუდენტი თუ იქნება, ბუნებრივია და უმრავლესობას დაიქირავეს ბინას, იმიტომ რომ ყველა ხო არ იქნება ქუთაისიდან. შესაბამისად რაღაცა ვთქვათ შემოვა დამატებითი ისა, მაგრამ მოზიდვა 30000, 7500-ის ნაცვლად ცოტა რთული იქნება, მაგრამ გეგმა ასეთი აქვს. პირიქით, თბილისში ყოფილა დღეისთვის 127000 სტუდენტი. უნდა დარჩესო 60000. განახევრებ. შესაბამისად, ეს გეგმა, რაც ეხება სხვა უნივერსიტეტებს ესენი უწოდებენ რეგიონალურს, ჯერ ერთი ასეთი მიდგომა არ არის კარგი, იმიტომ რომ ვთქვათ, რეგიონში კი ბატონო, ბათუმი რეგიონში, მაგრამ ესე დაყოფა, მაინც იქ ყოფილა დღეისთვის 15000 სტუდენტი. ახალციხე, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი. შესაბამისად, ეს ახლა რაც ეხება თბილისში აქ ესე მიდგომა არის ამ ვთქვათ ავტორების, რომ მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში უნდა იყოს მოცემული ერთი სპეციალობა. ასე მაგალითად, ქიმია, რომელიც დღეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცხადია. ილიას უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 4-დან დარჩება 1-ს და როგორც 99% თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ქიმიის სათავო რა თქმა უნდა ეს. ასევე მათემატიკა, ფიზიკა, ამ შემდეგ. ილიას უნივერსიტეტი, რომელიც დღეს მათ აყავთ 17000 სტუდენტი და არის ყველა სპეციალობა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მეტიც, იმათ აქვს კიდევ სასკოლო ვთქვათ მასწავლებლის ისა. როგორც ირკვევა, მათ უნდა დაუტოვონ მხოლოდ სასკოლო, როგორც ადრე იყო პუშკინის უნივერსიტეტი და ეს 17000 უნდა დავიდეს 700 სტუდენტზე. 700 სტუდენტი ყოლია. ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც თავის დროზე გადარჩენის კუთხით იურიდიული გახსნა, ჰუმანიტარული გახსნა, ეკონომიკური გახსნა, თითქოს ამას არ აძლევენ, ალბათ ასე იქნება და სამაგიეროდ უტოვებენ, რა თქმა უნდა, რაც სწორია, იმიტომ რომ სკოლა აქვს ამის საინჟინრო სპეციალობები, არქიტექტურაც აქვს და როგორც ირკვევა საინჟინრო ფიზიკა, საინჟინრო უფრო ტექნიკური ინფორმატიკა და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა ჯერ მოგმართოთ ბატონ თემურ, თქვენთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, ჯერ მე ცალკე მექნება მეორე საკითხი უკვე სოხუმთან აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ ახლა ამ პირველ საკითხზე მიდგომა რომ იყოს ორი ცენტრი, თბილისი გასაგებია სულზე ლიდერი იყო და დარჩება, მეორე უნდათ არ იყო ლიდერი, სწორად გამიგეთ ქუთაისი როგორც მეორე ცენტრი ზოგადად და უნდათ გახადონ და ეს ჩემი აზრით ცუდი არ არის, კარგია
და აი სამაგიეროდ სხვა უნივერსიტეტების სერიოზული დაკნინება მოსალოდნელია. თელავის უნივერსიტეტზე როგორც ირკვევა, შეიძლება აგრონომია დაუტოვონ და რაღაცა სასკოლო, გორისაც იგივე აგრონომია, ბათუმის უნივერსიტეტს, რომელიც ძალიან სერიოზული შენობა აქვს, მათ ის პოტენციალს არ აუშავს. Ну, იქაც ძალიან ისეთი ის არის, ზუგდის ხო ტექნიკუმის დონეზე უნდა დაყვანა, სოხუმზე ცალკე გვექნება საუბარი. აი ბატონო თემურ, თქვენ როგორც პოლიტიკოს პიროვნებას, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და როგორც მე სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, ბატონო თემური ჯერჯი ყოველთვის სიმართლეს საუბრობს, მაგრამ აგერ არის მაგ პერიოდში გია კვაშილავა, რომელიც იყო რაზმაძე სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე და ზუსტად ბატონო თემურის მაშინდელმა სინერგეტიკულმა მიდგომამ პირდაპირ ლაპარაკობ მიდგომამ, რომელიც იყო, ვთქვათ, ადრე იყო კიდევ აბაშის, ვთქვათ, პრეცედენტი ის ასე შემდეგ, აი განათლების სფეროში ერთადერთი ის იყო და ძალიან კარგია და აი ბატონო თემური მინდა თქვენ აი ამ კუთხით ბრძანოთ, აი როგორ ფიქრობთ თქვენ? ბატონო, დიდი მადლობა, მეც ვერთები მილოცვას ნიკოლოზობასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ და ჩემი დასაკლავიდან მე თვითონ გამომგონებია, რომ თხოვე რომ წაიყვანა ეს გადაცემა პარასკევობით, მე დავთმე ისა და ნუ ხა მე ვხდები დავეთანხმე მას რომ დღეს მე მომონაწილეობა მომავალში ალბათ ძალიან საინტერესო ხალხს მოძებნის, იმიტომ რომ მე მიხარია რომ ქვეყანას ყავს ისეთი პიროვნება, როგორც ბატონო თემურ ჩილაჩავა, როგორც მათემატიკოსი, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ციტირების კოეფიციენტი, ანუ ციტირება 1300-ია, თუ არ ვთქვი ხო? იზრდება კიდევ იზრდება, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რამდენიმე უნივერსიტეტს ერთად აღებულს არა აქვს საქართველოში იმდენი, რამდენი თქვენ გაქვთ. საერთოდ ძალიან ასეთი მოაზროვნე კაცი ხართ, წესიერებით სავსე, ვინმე მოიცოდეს თქვენ ეს ყოფილი პრორექტორი და ეს როგორ ცხოვრობს. შეიძლება ვთქვათ განათლების მეცნიერებაში აღარ წავიდეს საცი მომავალში და როგორ ცხოვრობენ ისინი, რომელსაც საერთოდ წიგნი არ ჭერიათ ხელში. ჩვენ ეს გვაქვს შესაძლებელი სისტემა, ეს უნდა დაარეგულიროს, რომ განათლებული კაცი უნდა იყოს და საქართველოს უნდა იყოს ინტელექტზე ორიენტირებული. ახლა სისტემა, რომელიც შემოდის, ეს არის საბჭოთა სისტემა. თუ არ ვთქვათ პირდაპირ სახელი, საბჭოთა სისტემა, აღდგენა ხდება მისი, აღდგენა ხდება არასწორად. ქუთაისი თავისთავად იყო მეორე ცენტრი და ეს არ ჭირდებოდა მას და ამის კიდე დაპირისპირება არ ჭირდებოდა. მე არ ვთვლი რომ საქართველოში ორი ცენტრი უნდა იყოს, მე მიმაჩნია რომ ბათუმის ცენტრი უნდა იყოს, სოხუმი და ეხლა მოგვეცა ჩვენ შანსი ეს მაყურებელს მინდა მიმართო. ეხლა მოგვეცა ჩვენ შანსი რომ აი ეხლა გვეჩვენებინა როგორ ხედავთ ჩვენ მომავალში, როგორც საქართველოს შემადგენლობაში სოხუმს, როგორც დიდ საგანმანათლებლო ცენტრს. და იქ უნდა გვეთქვა რომ სოხუმს ედა პირიქით ყველას უნდა რაღაც დაგვეთმო და იქაც უნდა ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი სწორი დამოკიდებულება. ეხლა რაც შეეხება აი ცენტრების თაობაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად მე ამასთან ერთად გადავიდოდი იმ მოდელზე, რომელიც თელ მსოფლიოში მიღებულია. ქუთაისის უნივერსიტეტი, პირობითად მომობი შეიძლება ქუთაისის კი არა, ის იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თქვათ, ანუ პრაქტიკულად 5-6 უნივერსიტეტი ერთად და ყველგან, აი მე მეგონა რომ ძალიან ბევრგან მოხდებოდა ესე იგი უფრო წავიდოდა ეს უნივერსიტეტების სისტემა, როცა ამობდნენ, მე მეგონა რომ ძალიან ბევრი რეგიონი მზად არის და სახვალიოდ. თუმცა მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ეს რეფორმა ჩემთვის გაუგებარია ბევრი რამით და გაუგებარია იმით, რომ ვინ დაწერა, რა დაწერა არ ვიცით, არ ვიცით ფუნქციაზე გადატანილი რა არის. ესე იგი მე არ ვიცი სახელმწიფო გიმალავს რა ხელშეკრულებას აფორმებს არაბებთან. გიმალავს იმას, რა წყალი, რა შეურია იმ წყალს. გიმალავს განათლების რეფორმას. ჩვენ ვინ ვართ ამ ქვეყანაში, ვერ გამიგია. ესე იგი მათ ამაკითხეთ, სადმე განათლების რეფორმა სად არის. მე გითხარით ამის ინამით კი არ მე მეცნიერებს რო ჩავედით ჩვენთან და გავაკეთეთ განათლების რეფორმის კონცეფცია მთლიანად გამოვაქვეყნეთ გაზეთში. და მე ის იმდენად მოიწონეს, რომ რეზონანსმაც კიდევ ბეჭდა და შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას 93-ში, 94-ში იყო, მე მგონი გამოქვეყნებული იყო რეზონანსშიც. ანუ მთლიანად ვასაბუთებდით და ვლაპარაკობდით იმას, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ეს. სახელმწიფომ საქართველოში დაკარგა მთავარი ფუნქცია. ბატონო თემურ, ბატონო ვახშის მიმართა, როგორც მართვის სპეციალისტად, აგერ მართა ჩვენთვის უნიკალურ პიროვნებას
ბატონო გია მოგმართავ სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია არის ის რომ მან კონკურენტული გარემო შექმნას ქვეყანაში სხვა ფუნქცია ბატონებო სახელმწიფოს არა აქვს ორი ფუნქცია აქვს პირველი შექმნას კონკურენტული გარემო და ადამიანი იყოს დაცული ადამიანი დაუცველია და კონკურენტული გარემო არ არის ქვეყანაში ესე იგი სახელმწიფო ხელისუფლება არასრულებს მის მთავარ ფუნქციას ჩვენ ამას რო ვეგუებით ამას ვეგუებით თქვენ ბატონო თემურ ვეგუები მე ეგუება ბატონი გია ვეგუებით ეხა მე როცა ვლაპარაკობ კონკრეტული მას შეიძლება ჩვენ კონკრეტულად მაგრამ ეს უნდა ხალხში გავიდეთ უკვე და უნდა ვთქვათ რომ ხელისუფლების ფუნქცია არ არის ასფალტის დაგება ხელისუფლების ფუნქცია არ არის სასტუმროს აშენება ხელისუფლების ფუნქცია არ არის რისთვისაც ჩვენ სახელმწიფოს ტაშს უგრავთ მე გეუბნები თქვენ რომ კონკურენტული გარემო შექმნით აქ და აქ წამოვა ესე იგი უნიკალური სახელმწიფოები დემოკრატიული სახელმწიფოები წამოვლენ აქ თავისთავიანთი ინვესტიციებით ეხლა მოდი ვთქვათ რატო არ აწყობთ კონკურენტული გარემო არ აწყობთ იმიტომ რომ კონკურენტული გარემო თუ იქნება წამოვა ცივილიზებული ქვეყნების კაპიტალი და როცა არ არის კონკურენტული გარემო ისინი ამბობენ რა გვინდა თქვენთან რა თქვენთან არის ნეპოტიზმი თქვენთან არის კორუფცია თქვენთან ვერ წამოვალთ და ამიტომ ვინ მოდის ჩვენთან ის ქვეყნები სადაც ანალოგიური სიტუაციაა არ არის დემოკრატია არის კორუფცია არის აი ჩვენ აქ ვიღუპებით აი აქ არის წყალგამყოფი როცა ჩვენ ვერ გავარკვიეთ სახელმწიფოს თავარი ფუნქცია და ეს ერთი პრინციპული ჩემი შეფასება და მეორე პრინციპული შეფასება არის ესეთი არც ერთ ქვეყანაში ხელისუფლება მოდის 4 წლით ხელისუფლებას რომელიმეს არ დაუწერია განათლების რეფორმის კანონი არ დაუწერია რეფორმის პროექტი რეფორმის პროექტს წერენ პროფესიონალები წერენ ინსტიტუტები სახელმწიფოს ისეთივე ერთი უფლება აქვს იქ რაღაცა მოიწონოს ან არ მოიწონოს როგორიც და ვინ იღებს ამას იღებს მრავალპარტიული პარლამენტი ახლა დღეს პრაქტიკულად ყველაფერი ჩაიგდო ხელში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს არის ყველაზე დიდი საშინელება რასაც თქვათ აი გაეგო ფეხქვეშ ძალიან ბევრი 1200 კაცრო პაკეტი უშიშროებიდან მიდის და ეს პაკეტი 5000 ლარიდან იწყება და ესენი ჟურნალისტები არიან ტელევიზიები არიან და პროპაგანდისტები 1200 კაცი ერთ ქვეყანაში გებელსმა რომ თქვა რომ მომეცით მე ესე იგი ერთი ტელევიზია მომეცით და შევცვლი ამას ამათ პრაქტიკულად გააკეთეს ეს რეალურად 1000 რატო არ ფერდება ესია რატო არ ითხოვს ძალიან ბევრი რომ გამოაქვეყნეთ ესია და რაღაც დააშენო ამიტომ მე სხვანაირად ვხედავ ამას სხვანაირად ეხლა რაც შეეხება ქუთაისთან დაკავშირებით მე უნდა მიხარობდეს ისევ როგორც პარლამენტი რო გადაქონდათ ქუთაისში მე მაშინ მქონდა პრინციპული პოზიცია რომ შეცდომას უშვებთ მე ვამბობდი მაშინ რა თქმა უნდა მე დავკარგე ბევრი ვინმე ქუთაისში და ვინე გამოჩნდა მართალი მე მაშინ სახელმწიფოს ვეუბნებოდი და ხელისუფლებას და ქუთაისს ვეუბნებოდი 50 მილიონით ძვირდება პარლამენტის შენახვა ქუთაისში გადმოტანით ჩვენ ვიყავით შეთანხმებული ქუთაისში უნდა გადასულიყო უზენაეს სასამართლო ვამბობდით გადმოვიდეს ქუთაისში უზენაეს სასამართლო ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ ტექნიკური დარგები აი ნახეთ ეხლა გავაკეთოთ ეს ხო პირველად არ ვამბობ ამას ტექნიკური უნივერსიტეტი რადგინდა თბილისში იყოს ქუთაისში ტექნიკური დარგები გადმოვიდეს ქუთაისში ჰუმანიტარული იქნებოდა თბილისში დარჩებოდა რაღაც ანუ ქუთაისი იქნებოდა საუნივერსიტეტო ქალაქი დავით აღმაშენებლის ქალაქი იქნებოდა სამართლის ქალაქი ანუ უზენაეს სასამართლო იქნებოდა იქ და მე ვამბობდი რომ 300 მილიონი მიეცეთ ქუთაისის ბიზნესის განვითარებისთვის და ის 50 მილიონი რომელიც ყოველთვიურად ზვირიჯდება მიეცეთ სახელმწიფოს მიეცეთ ქუთაისის ბიზნესის განვითარებისთვის ქუთაისში დღეს ქუთაისი იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი როგორც საჩხერეს ქონდა ეს ბიზნეს გამო და ეს ბიზნესმა მე შანსი ხელიდან გაუშვა და რომ სწორი გზით წაიყვანა და ეს ფული ეხარჯა მაგრამ რა ფულის დახარჯა საჩხერეში ამ ფულით საჩხერე შეიძლება გამختارიყო ჭრიანი ხალხის ხელში მეცნიერებს შეიძლება გამختارიყო მსოფლიოში აღიარებული ერთი ის ანალოგიურად გამოხდა ქუთაისთან დაკავშირებით მე კარგავ ხმებს ამის გამო და ვიღაცა უკმაყოფილი ვარ მე ვლაპარაკობ ქვეყნისთვის როგორ ჯობია და არა ჩემთვის როგორ ჯობია ვინმეს გონი ეხლა რომ ქუთაისი მუდმივად იყო მე მთავარი ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო ცენტრი ქუთაისში იყო მეცნიერებათა აკადემიის განყოფილება და იყო ძალიან სერიოზული და ძლიერი ქუთაისში ჩვენ ვამბობდით იმას რომ კონსერვატორი ყველაფერი დაიხურება
მე ბევრი რამ არ მეგონა რომ მოხდებოდა ქვეყანაში. მე არ მეგონა რომ ასე მოკლავდნენ განათლებას. მოკლეს, ეს არ არის მარტო ხელისუფლების ისა, ეს მოკავშირი, რომლის შემდგომ დაასრულა. მე არ მეგონა რომ ასე დაამშენდნენ ხალხს, დაამშენეს. მე არ მეგონა რომ ასეთი სულმოკლენი იქნებოდნენ ფულიანები, რომ აი ასე გამომაძღარნი იქნებოდნენ და ესე იგი რა მოხდა ქვეყანაში ესე იგი ღარიბი კი გააღატაკეს და მდიდარი ზემდიდარი გახადეს. ისეთი მე არ მეგონა ამ ქვეყანაში სადაც ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს ახლობლები ვართ, ნაცისები ვართ და იმის რომ ესეთი რამე მოხდებოდა. არ მეგონა ბევრი რამ, აი ძალიან ბევრი რამ. არ მეგონა და ეხლა ზოგიერთ რამეს რა ვარ გავაგზავნე, აი არ მეგონა ეს. ნახეთ ეგრე. არ მეგონა რომ დღეს არის ნიკოლოზობა. ასე იგი სწორედ ამ დღეს ქუთაისში ნახეთ რა იყო. ამას პატრიარქმა უწოდა ქართული ბიბლია. დიდების მემორიალი. მაშინ მეცნიერებმა და ასე იგი თავარმა ჩვენმა ამდენი შეცდომაო რო დაწერა ასე იგი ქართველების ამდენი შეცდომა. სანიგიძე. როგორ? სანიგიძე. ლევან სანიგიძემ უწოდა ფილოსოფიური ტრაქტატი. და მე როგორ მეგონა რომ აი ამას შეხედეთ ღვთისმშობელი და ყველაფერი ამას დაანგრევდნენ, ამას აწერია ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. მთელ მსოფლიოში დაიბეჭდა და მერაბ ბერძენიშვილი იქნა როგორც აღიარებული ამის გამო რომ ბიბლია გააკეთა ერთინაში. ამას ჩვენ არა მარტო რომ დაანგრევდა ხელისუფლება, ჩვენ შევეგუებოდით და აი მეორე სურათი, აი რა მოხდა. მე არ მოგნა ეს პარს ბოროტებას აქვს საზღვარი, ხო ხელოვნებას არ ქონდა საზღვარი. აი როგორ აქციის. გარდაიცვალა. აი ნახეთ, ეხლა მე უფრო დიდ იმას ვაკეთებ და მე თქვენ მე ვამბობ ერთ რამეს რომ რა იყო დღევანდელი პარლამენტის ადგილზე თბილისში. აქ იყო დიდების ტაძარი იყო. დიდების ტაძარი ქვიოდა მას. დაანგრიეს და აშენეს პარლამენტი. დიდების მემორიალის ადგილზე ქუთაისში დაანგრიეს ის და ააშენეს პარლამენტი. დედათაშვილი გარდაიცვალა. ჯერ ერთიას იყო შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც იბრძოლეს და ყველა მეუღლის ის იყო და აბსოლუტურად ყველა. ესე იგი ორი პარლამენტი, რომელიც არის საქართველოში. ერთი დგას დიდების ტაძრის ადგილზე, იუნკრების და ემათი ეს წვლები და სისხლის არის იქ და მეორე დგას სისხლზე, ორივე. ჩვენ ვისჯებით, ვიდრე ხალხი არ გამოფხიზდება, ვიდრე ამას აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი ხა ბოლოს ვიტყვი ამ იმას, რომ მე არ მეგონა, აი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმე საქართველოში მოვიდოდა აზრად არაბული ქალაქის აშენება. არ მეგონა. ურსფერად გეუბნები. აი თუნდაც მიწა არ იყიდებოდეს, მიწა არ იყოს იმათ, როგორც ამბობენ ახლა მიწა არ არის. ყველაფერი მე არ მეგონა, რომ არაბული ქალაქი ანუ ორი ქალაქი და ორი შემდება. თანაცობრად და მე არ მეგონა ისო ამას რომელიმე ხელისუფლება გაბედავდა და მე არ მეგონა რომ ამას მხარდამჭერები ეყოლებოდა. იმდენი რამე არ მეგონა მართლა დადგა დიდი ეროვნული მოძრაობის ისა. განათლებასაც უკეთებენ დღეს თუ უნივერსიტეტებს აქვს და მე მივესალმები გუშინ რაც თქვენ მომწერეთ ახლა მე არ მინდა მე პოლიტიკოსი არა ვარ, მეცნიერი კაცი ვარ რაღაცო და მე აიძულებენო რომ უკვე ამ იმას ამ სოხუმი უნდა დავიცვა, უნივერსიტეტი უნდა დავიცვა, პრინციპები უნდა დავიცვა და მე უნდა დავდგე და მზადა ვარ რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდე და პოლიტიკაში წავიდე. მე ამას უცხელად გეუბნები თქვენ მე კი არ მიხარია ეს, მაგრამ თქვენ სწორი გადაწყვეტილებას იღებთ. იმიტომ რომ განათლებასაც უკეთებენ დღეს ამის მოთმენა აი ვინც ამას დაუჭერს მხარს ის ნაკიდია ხელისუფლების მიერ. ეს ხელისუფლება არ იქნება ხვალ ისე როგორც აი ეგონა მიხეილ სააკაშვილს რომ იქნებოდა მუდმივად და ის ვინც ეს გააკეთა ციხეში ზის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აი არ მინდა რომ ანალოგიური რამ გამეორდეს. მე არ მინდა რაც ხდება ქვეყანაში უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო, ქვეყანაში მეცნიერები უნდა წერდნენ საერთაშორისო გამოცდილებით, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებით, ტრადიციების დაცვით უნდა წერდნენ კანონ პროექტებს, უნდა გამოდიოდეს განსახილველად და ამას უნდა იღებდეს საზოგადოების ყველა ჯგუფის მიერ, რომ იქნება წარდგენილი პარლამენტში კაცი,
აი როგორ ჩვენ ვქნით ახლა საზოგადოებრივ პარლამენტს და თქვენ ორივენი ხართ იქ დასახელებული ხალხის მიერ და ეს არის ბედნიერება და გილოცავთ კიდევაც ამ დღეს. აი როდესაც ყველა ჯგუფს ეყოლება თავის წარმომადგენელი და ერთპარტიული არ იქნება, ესენი დაბრუნდნენ ყოველმხრივ საბჭოთა სისტემაში. ერთპარტიული პარლამენტი და თქვენ თუ გონიათ რომ გახარიამ გაუკეთა მაგათ საქმე რომ ვითომ ისინი და სინამდვილეში ერთი ცენტრიდან იმართებიან რომ და ანალოგიური არის საბჭოთა სისტემაში ბრუნდებით განათლებაში. მე თქვენ რას იზიარებთ რაც არა ახლა არ მინდა ამ იმას შევეხო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა თქვენ რა შეიძლება ქუთაისზე რო ამბობ თქვენ და გულწრფელად მეუბნებით რომ ქუთაისის უნივერსიტეტი დაჩაგრული ამბობ. აკაკი წერეთის უნივერსიტეტი გამოვა დაჩაგრული. აი ყველაფერი გადავა მეორე უნივერსიტეტზე და მე დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ. მე ვარ ის პიროვნება, რომელსაც ჯერ 93 წელს, როცა ამერიკაში წავედი პირველი მერი იყო ვინც წავიდა. 2 თვით. იქ შემომთავაზეს მაშინ. მე და მითხეს რა პირდაპირ რომ უნივერსიტეტი ქუთაისში ავაშენოთ დიდი სამეცნიერო ცენტრი. მე ვხარ თემი ცხოვრება უცნაური ამაზე. ხო და ამიტომ მე მითხეს რომ აი ესე მე ვხარ ჩვენ კარგი კადრები, თქვენი კადრები არ მინდა მითხეს. მე ვეუბნები ჩვენ კარგი შენობები აქვს, თქვენი შენობები არ მინდა. თქვენი არაფერი არ მინდა, თქვენი ფული არაფერი არ მინდა. აბა როგორ მინწუჩი მივთირაზე იყო და მე ვთქვი ვინ ისწავლის ამ უნივერსიტეტში 60,000 კაცი მელაპარაკებოდნენ მე ქალაქის მერს 60,000 კაცი მაშინ მიხვდნენ რომ იფიქრეს არ არის ეს კაცი ამის მზადო და მე გააგზავნეს ჩემთან ხაჩისონი იყო კულტურის წარმომადგენელი ამერიკის საელჩოში დადიოდა ჩემთან მიხსნიდა რომ საქართველოში უნდა იყოს ვთქვათ 6 კლასის განათლება მთავარი მე ვეუბნებდი საქართველოში უნდა იყოს საყოველთაო უმაღლესი განათლება მე ამის მომხრე ვარ არა იმის როგორც აღზრდავენ კონკურენტული გარემო გააკეთეთ ქვეყანამ და ვისაც უნდა მიიღოს განათლება უმაღლესი მიიღოს იმან როგორ კონკურენცია უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უნდა იყოს მძიმე ძნელი და ყოველგვარი აიმის გარეშე მე ამის მომხრე ვარ და მას ვეუბნებოდი რომ თქვენ ტყუილად ცდილობთ რომ საქართველოში 6 კლასის განათლება არა ეგ არა ვის მეუბნებოდა რა გინდათ ექიმები რა გინდათ ისინი აგერ არის თემ სოფლიოში გამოიყენდა და მას ველაპარაკებოდა და მე უკვე იყო კიდე კალისტრატია და ამჯერჯერმე რომ ერთხელ მივიყვანე მე თქვა იქნებ მე არ მესმის რას გვეუბნება ეს კაცი და მეცნიერებსაც შევახვედრე მე მიმაჩნია რომ ესე იგი აი მაშინ უნი რო შემომთავაზეს ეს უარი რო უთხარი მე 97 წელს მიმიწვიეს მეორედ და 97 წელს შემომთავაზეს რომ 60,000 კაცი ავაშენოთ უნივერსიტეტი ვინ ისწავლის მეუბნები აქ და მე ვთქვი თუ აქ ამერიკიდან ჩამოვლენ სასწავლებლად ჩამოვლენ თქვათ ევროპიდან და პროცენტები უთხარი და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან და იქნება 5-10% სხვა არა მითხრეს აქ აფრიკიდან მე ვთქვი აფრიკაში აუშენეთ რა უნდა ეს არის შერიღებული რა 2-3 წელი იქნება ვითომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ის არ იყოს თქვათ რა ქვია უცხოელები არ იყვნენ ის შეიცვლება მე ძალიან კარგად ხედავ ამას რაც მოხდება იქ იმიტომ რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წარმოუდგენელია რომ არ მოიწვიო უცხოეთიდან და არ ყავდეს უცხოელი და შენაუშვებდე იქეთ ამიტომ გამონაკლისებს დაუშვებენ და მე ძალიან კარგად ხედავ რომ მე მაშინ ვთხარი 60,000 აფრიკელი თუ ჩამოვიდა ქუთაისში ეს რა ქუთაისი იქნება დამთავრდა ქუთაისი და ვიყავი ამ წინააღმდეგი და მე ხელი არ მომაწერე კი ბატონო დაუშვი შეცდომა უფალმა განსაჯულს მე მიმაჩნია რომ ქუთაისი იყო სამეცნიერო ცენტრი, ბათუმისადმი დამოკიდებულება არასწორია, სოხუმისადმი დამოკიდებულება არასწორია. მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სახელმწიფოში ხელისუფლება ასრულებდეს იმ ფუნქციას, რა ფუნქციაც აქვს მას. მან უნდა შექმნას კონკურენტული გარემო და ადამიანი უნდა იყოს დაცული. ვერც ერთ საკეთებს, ვერც მეორეს და ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. დავდგეთ ყველანი დიდ ეროვნულ მოძრაობაში და საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოთ ეროვნული ძალები. მადლობა ბატონო თემურ, მართლაც თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ სამწუხაროდ ეს კონცეფცია მისი თქვა ძირითადი გაწერილი პუნქტები არავის არ უნახია, ვინ მონაწილეობდა, რომელი ექსპერტები, რადონის ექსპერტი არც ეს უნახია და სულ ახლახან 2 დღის წინ გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს აწერს 64 მსოფლიო ცნობილი მეცნიერი, მათ შორის 2-3 არის ქართველი, რომელიც მოღვაწეობს დიდ უნივერსიტეტებში და პროფესორები და იქ დასკვნა ასეთია ბოლოს. ჩვენ წავიკითხა მე რამოდენიმე გვარს, მაგრამ აი დასკვნა. ჩვენ დაჟინებით 65 თუ 4 პროფესორი აწერს ხელს. ჩვენ დაჟინებით მოუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით მავნე წინადადებებს და ითანამშრომლობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან
რათა გატარდეს რეალური რეფორმა, რომელიც გაუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას. როგორც გითხარით, ხელს აწერს ცნობილი პროფესორები, რამოდენიმე წავიკითხა, პროფესორი სტივენ ჯონსი, დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. შემდეგ რონალდ სუნი, ემერიტუსი, მიჩიგანის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ერიკ სკოტი, კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუბერტ იანი, ემერიტუსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და ასე შემდეგ ძალიან ცნობილი 64 პროფესორი აწერს ხელს. ბატონო ბახში, თქვენ ხო იცით, რომ შესაძლებელია საბჭოთა კავშირში შედარებით ნაკლებად, თუმცა იქაც იყო და ახლა ხო იცით, ყველა პროფესორია, სადაც არ გაიხედა ყველა პროფესორია, მაგრამ აქ ამ უნივერსიტეტებში და რაც ზოგიერთი გვარი წავიკითხე, ისინი ნაღდი პროფესორებია. ური უნდა მიუგდოთ თუ არა იმ 65 ცნობილ პროფესორს, რომლებიც ლაპარაკობენ, გაერკვენ რა, ესე იგი როგორი თქვათ, ეთქობა აქედანაც მიაწოდეს ინფორმაცია და უნდა თუ არა გაითვალისწინოს ხელისუფლება, აი თქვენ მართვის დონის მაესტრო ბრძანდებით და ხელისუფლებას, რომელიც ხალხზე უნდა ფიქრობდეს და ხალხის კარგაგებით სწორ მართვაზე, ასეთი წერილი, ასევე ჩვენაირი და ჩვენზე უკეთესი პროფესორების თხოვნა, რომ სპეციალისტები ჩართეთ აი ამ იმაში კონცეფციის მუშაობაში, სწორი იქნება თუ არა რომ ორი უგდონ აი ამ წინადადების პაჩოს. მადლობა, რომ მომიწვიეთ ამ თემაზე სალაპარაკოთ. მე არ ვთვლი შენ თავს განათლების დარგის პროფესიონალად, მაგრამ ალბათ როგორც მოქალაქეს უფლება მაქვს ჩემი აზრი გამოვთქვა. უზნაძე არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი მეცნიერების და აი ეს მისი განწყობის თეორია მე პირადად აშკარად ვგრძნობ, რომ ვარ მისი გავლენის ქვეშ. განწყობის განვლენის ქვეშ. რა განწყობა შემიქმნა ამ ხელისუფლებამ ამ 13 წლის მანძილზე. 13 წლის მანძილზე მე ხელისუფლებამ შემიქმნა ასეთი განწყობა, რომ ესენი ყოველთვის რაღაცას ეშმაკობენ და ხალხს ატყუებენ. ყოველ ჯერზე ქარხნების აშენებაზე მოგვატყუეს, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე მოგვატყუეს. ემიგრანტების დაბრუნებაზე მოგვატყუეს. ხალხო ყველგან მოგვატყუეს. ხედავთ, რომ სამხედრო მიმართულებით, რომელიც ასევე ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, ჩვენ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ვართ რეგიონში და ამ დროს გვყავს ყველაზე მდიდარი აი პირდაპირ გეტყვით რა, აი იმ ხალხში, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ნუ ალბათ 50%-ზე ნაძირლები არიან შეკრებილი იქ სუყველანი. გუშინ მე აქ წავიკითხე პოსტიდან ამონაწერი კაცის, რომელიც იყო აშკარა ოცნების ტი და დღეს უკვე კაცი აღშფოთებულია და პირდაპირ მოუწოდა სპორტსმენებს, არც ვიცოდი თუ ამდენი სპორტსმენი იყო პარლამენტში. მე მარტო ეს პეტრიაშვილი და ის მეგონა და ვიღაცა მეორე აღშფოთებულია და ესეც წავიკითხე. ახლა მე ერთი რუბრიკა ახალი შემოვთავაზე და ალბათ ამას გავაგზავნებ, ხალხის აზრი, ვინც აფიქსირებს თავის აზრებს და პირდაპირ მოუწოდებს აი ამ სპორტსმენებს, რომ თქვენ მაინც ადექით და თქვით, რომ არ შეიძლება არაბებისთვის მიწის მიყიდვა. მაშინ ხო რაღაცა შეიძლებაო. ესე იგი ჩვენმა ხელისუფლებამ ნელ-ნელა გააკეთა ისე, რომ მართლ ელიტაში არიან მარტო მათი ხალხი და მასზე დამოკიდებული და მასზე დამონებული ხალხი და ნელ-ნელა გვაპარებს იმას, რასაც კარნახობს ჩრდილოეთის მეზობელი და იმას, რომ აქ არ უნდა განათლება, არ უნდა განვითარება, არ უნდა ეკონომიური წინსვლა, ეს რომ ყველამ ვიცით. არ უნდა, იმიტომ რომ მას აქვს თავისი ინტერესები საქართველოში, რომ ეს უნდა იყოს მის დაქვემდებარებაში და ამ დროს ეს ჩვენი ვიძახეთ ევროპა. ბოლინის სისტემაში 12 წლიანი განათლება მთელი მსოფლიო ცივილიზებული ამ 12 წლიანი განათლებით არის. მთელი მსოფლიო და ის მსოფლიო, რომელიც განათლებაში და
მეცნიერებაში აშკარად წინ არიან ხომ? ჩვენ ვიცით რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნობელის პრემიათა ლაურეატები რამდენი არის? ესე იგი რაღაცა 10 ჯერ თუ 20 ჯერ მეტია ვინმე რუსეთშია, ხომ? ჩვენ ვიცით რომ ეს განათლება ევროპაში ესე იგი ძალიან მაღალ დონეზეა და ეს უნივერსიტეტებში ძირითადად ჭარბობენ ამერიკის და ინგლისის. რა თქმა უნდა და აი ის რაც იმ ქვეყნებს მისცა ეს უპირატესობა რომ განათლებით მიეღწიათ იმას რასაც მიაღწიეს და ეს ხელოვნური ინტელექტი ეს მაგათია და იქ ესე იგი ზღაპრულ დონეებს ესე იგი ეჭიდავებიან და პროგრესი წინ მიდის აი იმ სისტემას ეუბნები შენ უარს და ეუბნები რომ არა მე ის არ მინდა და იხებ ნაბიჯით უკან გაწო მე აგერ ტელევიზორში უყურე ჩემი ქალიშვილის გამოსვლას კონსერვატორიაში ჯვიმანი გახსნა რომ უმცირებ 2 წლით განათლებას იქ ესე იგი აი ამ თითების მოძრაობას ნებისმიერ ინსტრუმენტზე მუშაობას რომ დაამუშავო ისეთი ნაწარმოები როგორიც არის ბახი თუ ლისტი თუ ვიღაცა ხომ ესე იგი ამას დრო ჭირდება და შენ ამცირებ ამას 100 წელზე მეტია ესე იგი ეს განათლების სისტემა მუშაობს და შენ ახლა გამოდიხარ და იმას რა ქვია ლაშა ტალახაძის და რა ქვია იმას პეტრიაშვილის ხარდაჭერით ყველა რამ სისტემას ანგრევ ვინ ახართ კაცო ის ვიცით დავით აღმაშენებელი ხარ შენ ვინ გინდა იყო ირაკლი დამანგრეველი ვერ გავიგე რა უნდა კაც როგორ შეიძლება აი ასე ჩუმად გამოიტანო ეს და 5 დღეში მიაღებინო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეს ხომ არ შეიძლება ესე იგი ისევ და ისევ ხალხის წინააღმდეგ საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი შთამომავლობის წინააღმდეგ აკეთებ ამ სლებს და ღმერთმან უკნას რომ თუ ეს მართლა ბოლომდე გაიტანა ესე იგი ჩვენ მართლა ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მოკლედ, ძირითადი მაინც აი მე როგორც მართვის სპეციალისტია იქ მართლაში მთავარი მიზანი იპოვოდა იმისი მიღწევის რაღაც სისტემა კრიტერიუმების შექმნა რომ ის ერთ რაღაცას მიაწევ მეორე ხარ უნდა გააფუჭო არა? ამიტომ ის როგორა მათემატიკაში მიღებული ხო? აი ეს აგარანიჩიჭნიე ურავნენია ხო? აი ეს შეზღუდვები. ამათ არაფერი შეზღუდვები არა აქვს. და ეს შეზღუდვა რო არ დაუსახოს ჭკვიანმა კაცმა, ამ ჭკვიან ხალხთან და სისტემებთან არ მიდიან. რა ქნეს ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი ბოლო 4 თუ 5 წლის მანძილზე ყველა უმაღლეს სასწავლებელში თვითონ ჩაყვენ თავიანთი ბინძური ხელები და ხელისუფლებები ყველგან გამოთვალეს. ესე რექტორები, არც ერთი რექტორი დამოუკიდებლად აი იმ წესდების თანახმად, რომელიც მიღებულია და თავისუფლება აქვს მინიჭებული უმაღლეს სასწავლებლებს და იმ საბჭოებმა თვითონ რომ უნდა აირჩიონ, არცად ეს არ ხდება. ყველგან ხდება იქ რაღაცას ესე იგი იმ საბჭოს შექმნიან თავიანთი წარმომადგენლებით და ახლა ყველგან არის ესე იგი ოცნების ხალხი რომელიც მაშინ შევიდა და ისა ნაციონალების რომელიც იქ დახვდათ და ესენი ორი ძიძგილავენ იმისათვის რომ თავისი კანდიდატურა გაიყვანონ და გაიყვანონ იმისათვის მათ უკვე ქონდათ ეს ეტყობა დაგეგმილი ეს განათლების რეფორმა და ისინი რა თქმა უნდა ახლა თქვენ როგორ გონიათ იმით სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რა გვარია ის სამუშია ის რამე საწინააღმდეგოს იტყვის ეს ხო სამართლინო პოზიცია როგორ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორ უნდა დათანხმდეს ამისთანა რეფორმას აი საქმე ამაშია რომ ყველგან და ყველაფერში ტყუილი იმისათვის რომ შეასრულონ დავალება რომელსაც აძლევს უცხო ქვეყნის ის ორგანოები რომელიც ფაქტიურად ანგრევს ჩვენს თვითმყოფადობას ანგრევს ჩვენს სახელმწიფოებიდან მეზობელი რა თქმა უნდა და ეს ერთი მთლიანის ერთი ნაწილია ახლა ეს განათლებაში ამას მე კიდე მოყვება რაღაცა იქ ერთმანეთში ესე იგი რაღაცა მე პოლიტიკაზე თქვა გუშინ წინ ეს მაკა ბოჭორიშვილი
მე მგონი სტრასბურგში იყო რა ბატონ თემურ გამოვიდა და ფაქტიურად ხარი დაუჭირა ევროპის რეპარაციის პროგრამა რომლის ხარდაჭერა ნიშნავს რომ შენ აღიარებ რომ რუსეთი არის აგრესორი რომელიც თავს დაესხა უკრაინას და შენ ამ შენი პროგრამით ესე იგი ხარს უჭერი იმას რომ ეგ რუსული თანხები რომელიც არის ევროპაში აკუმულირებული ის გაუშვა დაზიანებული, დამარცხებული, უпростоრად დამარცხებული, დაჩაგრული უკრაინის აღსადგენად. ამას მოუწერა ხელი ჩვენმა ქართულმა მინისტრმა, როგორ ფიქრობ, რატომ? ეს ახლა დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ რო ვიცით რომ ყველაფერს რუსულს რომ ხარს უჭერს და ამ დროს ამას აკეთებს. და საქმე იმაშია რომ იქ უკვე მაღალ დონეებზე გაჟღერდა ყველგან რომ იმ BBC-ს მიერ აღმოჩენილი მოწამლა ჩვენი საზოგადოების რომ ეს ძალიან მაღალი რანგის დიდი დანაშაულია და პირდაპირ ჰააგის სასამართლოსკენ მიმართავს ამ ჩვენს ხელისუფლებას. და როგორ მე ახლა იქიდან თავი რო დაიხსნან ამიტომ ჯო ვირეშმაკობენ ყოველ ნაბიჯზე მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ღებულობენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს. აი ამაშია საქმე და ჩვენი მეცნიერები იქნებით პოლიტიკოსები არიან აგერ ბატონ თემური ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ და ხალხს როგორმე შევაგნებინოთ რომ არ შეიძლება ამ ხელისუფლებაში დატოვება დიდი ხნით. ესენი ყოველ ჯერზე რაღაცა საშინელებას აკეთებენ ქვეყნისათვის და ერთ-ერთი მაგალითი არის ეს განათლების სისტემა. მადლობთ ბატონო ვახში. ბატონ გიას როგორც ჩვენ ვთქვით რომ ნებისმიერ ქვეყანაში მეცნიერს განვითარებულ ქვეყანაში მეცნიერს რა თქმა უნდა პატივისცემენ რადგანაც იციან რომ იმის გარდა რომ მეცნიერი ქმნის როგორც ტექნიკურს ასევე დოვლაც ასე შემდეგ მისი კვლევები საჭირო არის მოცემული ქვეყნის ყველა მიმართულებით ისა. საქართველოში ბოლო დროს რა თქმა უნდა ეს 30 წელია ნელ-ნელა მეცნიერება ინგრევა, მაგრამ თავის დროზე შემოიღეს რუსთაველის ფონდი, რომელიც გარკვეულწილად ხალისებას აძლევდა მეცნიერებს, მაგრამ თანხა იყო ძალიან დაბალი და ახლობით 15 მილიონი თელ საქართველოს მეცნიერებაზე. შემოდიოდა 400-500 პროექტი, აფინანსებდნენ 120-130 და თქვა ჩვენს დარგში მათემატიკაში გავიდოდა 4-5 პროექტი, ფიზიკაში 3, ქართულში 4, შემდეგ და ну ახლა როცა თქვა კარგი პროექტები განსაკუთრებით ზუსტ მეცნიერებაში იყო 20-30, იქიდან ფინანსდებოდა 4. ახლა შემოიღეს ბატონოგია ზაფხულში თქვენ საქმის კურსი ხართ, შემოიღეს სახელმწიფოს გრანტი, იყო 100,000-იანი და ახლა 700,000-იანი და ну ახლა ჩვენ მეცნიერებს ეგონათ რომ იქ რადგანაც არის ნიხრი რომ განათლება მეცნიერებას ახალგაზრდობას მიმართებულია და შემდეგ და როგორც გაირკვა ეს დაახლოებით 17 პროექტი 100,000-იან რომ გაიმარჯვა იქ მეცნიერება ჩვენ ვერ ვნახეთ ვონი თქვენს მონაწილეობით ფაზისის აკადემია ჩვენიერი პროექტებით და აი ეს არის ეს ერთი ბატონოგია როგორ ფიქრობთ თქვენ ჯერ ერთი თუნდაც რომ დაფინანსდეს ვთქვათ კარგი პროექტები მეცნიერებაში ის 17 მილიონი 700,000-იანი დაახლოებით 20-25 პროექტი და მთელ საქართველოში ჯერჯერობით არ არის ვთქვათ ბოლომდე დანგრეული და ცოტა ეს თანხა და როგორ ფიქრობთ თქვენ თუ ამოცანა ვთქვათ როგორი ამოცანა ქონდა ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას დღევანდელს ამ შემთხვევაში მეცნიერების ხაზით ხარი დაუჭირო მეცნიერებას თუ კულტურულად მილევად რეჟიმში ესე იგი გაგვიდო. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის ბატონო თემურ შესანიშნავ ადამიანებთან საუბარი. ფაზისის აკადემია მონაწილეობს ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან მეცნიერთა კონგრესთან და ასევე გელათის აკადემიასთან ერთად, ანუ ჩვენ ვართ სხვადასხვა ორგანიზაციები. თავიდან მინდა დავიწყოთ თქვენ კითხვასთან დაკავშირებით. ეკონომიკაში დისერტაცია რომ დავიცავი, იქ პირველ რიგში დამჭირდა ორი რამ. ერთი იყო ნობელის პრემიატი დუგლას ნორდი.
ნორტით იციან ქართველების ნორტია. ხო და დუგლას ნორტიმ შეიმუშავა სახელმწიფოს მოწყობის სისტემა. მან გამოყო პირველ რიგში ორი რამ ინსტიტუციები და ორგანიზაციები. და ამაში მიიღო ნობელის პრემია. ახლა ტყუილად ხო არავინ არ გაცემს ნობელის პრემიას. ანუ როგორი სისტემით უნდა მოეწყოს მეცნიერება, განათლება და სხვა მიმართულებები. და აქ თუ ჩვენ ამბობს ის, რაც განვითარდა რაღაც დონემდე ქალაქში, იმ დონის ქვემოთ დაწევა შეიძლება. თუ შეგვიძლია გავაძლიეროთ. ანუ თუ რომელიმე ქალაქში რომელიღაცა სასწავლებელია განვითარებული, სახელმწიფომ კი არ უნდა ხელი შეუშალოს. ანუ კანონები ისე უნდა განაწილოს, ისე უნდა გააკეთოს, მის განვითარებას შეუწყოს ხელი, ანუ უფრო მეტად, უფრო ნაკლებად ესე იგი შეინარჩუნოს ის დონე. აი ეს არის ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების განვითარება. ამიტომ გამომდინარე, სახელმწიფო შედგება ამისგან. ანუ სახელმწიფო state რაც არის, რომელიც მოდის იურიდიული გაგებით რომის სამართლიდან, აი სწორედ ამ ორ ფუნდამენტზე დგას და სხვა რაღაცებიც, რა თქმა უნდა, გადაწყობილია. ხოლო ამ სისტემაში ჩვენ თუ ხელოვნურად ჩავსვამთ რაღაცას, რომელიღაცა ქვეყანაში არის, დაუშვათ ეს რაღაცა ფორმით, რომელსაც ახლა გვთავაზობენ, სრულად დაანგრევს სხვა უნივერსიტეტებსაც, რომელთანაც დარჩება ფაკულტეტები. და რატომ? ახლა გეტყვით, ახლა იმ დონის მეცნიერი, რომელიც არის ბატონი თემურ ჩილაჩევა მათემატიკის მოდელირებაში, ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არის. მე როგორც გავიკითხე, შეიძლება მეждება, მე თავადაც მათემატიკოსი ვარ, მაგრამ მათემატიკური ფიზიკაზე ვსწავლობდი და ამ მიმართულებით ვიცი, მაგრამ მათემატიკური მოდელირება როგორც ასეთი არ არის. რადგანაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენ შევკვეცავთ, მაშინ ეს მათემატიკური მოდელირება საქართველოს არსად არ დარჩება. აი ეს არის უარყოფითი. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, მეც იქ მუშაობ, განვითარდეს, გაძლიერდეს უფრო მეტად. და არა ისე, როგორც ახლა ჩვენ გვაქვს დონე. ფაქტობრივად მეცნიერებას ნაკლებად ექცევოდა ყურადღება და ამ რეფორმამ თუ ეს გამოასწორა, ნახოთ. მაგრამ მე რისი თქმა მინდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის სხვა უნივერსიტეტი. ეს არ არის თბილისის უნივერსიტეტი. ამიტომ მას ცალკე რადგანაც თბილისში მდებარეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ქალაქში ერთი პროფესია, ერთი ფაკულტეტი იყოს. რადგანაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დროებით ტოლვილია, ანუ გადმოსულია ჩვენი შესანიშნავ კუთხიდან. ასევე ფიქრობ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მე ფიქრობ, რომ ის ფაკულტეტები უნდა დარჩეს, იმიტომ რომ აჭარიდან ქუთაისში და იმაში რა ქვია, თბილისში ვერ ჩამოვა ახალგაზრდობა. იქ ადგილზე გვჭირდება ჩვენ ძლიერი სამეცნიერო ცენტრი, ძლიერი განათლება, იმიტომ რომ გვერდით ყავს ისეთი ქვეყანა, რომელიც ეცდება მის სიძლიერის გამოვლინებას. ამიტომ ძლიერი სამეცნიერო ცენტრი, აი, ტყუილად კი არ გადმოუტანია დავით აღმაშენებელს ქუთაისიდან თბილისში დედაქალაქი, იმიტომ რომ თბილისს ჰქონდა არასწორად აწყობილი სისტემა, უпроსტად მტრების გამო იყო ეს, განსაკუთრებით არაბების გამო, ამიტომ თბილისში გადმოიტანა, რომ თბილისი გაძლიერებულიყო. ასე ფიქრობ მე. კიდევ ვამატებდი მე ჩემ აზრს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვეშ უნდა გაერთიანებულიყო, ნუ ამას არ აკეთებენ. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი. ეს უნდა ყოფილიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პარიზის, ანუ სორბონის უნივერსიტეტია. თუ ასეთი გეგმა აქვს. ასევე ქუთაისში. მე პირველად გავიგე დღეს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფოს ყოფილა. მე არ ვიცოდი. ეს ორი უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს და მას უნდა ერქვას აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის მეორე უნივერსიტეტი მაშინ არ უნდა იყოს, თუ ამ სისტემით ვლაპარაკობთ, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი. თუ ასე არის, მე რაც ვნახე ევროპაში,
მაგრამ ინგლისში ცოტა განსხვავებულად არის. უბრალოდ აქ განსხვავება ისა წერეთელი სამწუხაროდ არ არის ცოცხალი, ხოლო აქ ვისი მეორე უნივერსიტეტი ცოცხალია და მართავს საქართველოს. არა, თუ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობ ასე. და ბათუმი და სოხუმის უნივერსიტეტი. განსაკუთრებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუშვათ ასეთი რამ. მოხდა და დაბრუნება იქნა. ეს კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები ყავს, ჩვენ იმ წუთას აღვადგენთ ამ ყველაფერს. ეს ადამიანთა რესურსები ისე მარტივი არა, ახლა რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მილევად რეჟიმში გადავა, ფაქტობრივად ეს იმას გამოიწვევს, რომ კადრები მარტო ფიზიკურად კი არ მოისპობა, არამედ ის სვლა განვითარებისა შეჩერდება. სამეცნიერო განვითარების. ვიტყვით ამას და მეორე ნაწილი მე შეიძლება რაღაცა დავამატო. უბრალოდ სოხუმის უნივერსიტეტზე ჩვენ დარჩენილ დროს ამას ცალკე ადვიხილავთ. და უბრალოდ დავამატე, რა უცხოელი მეცნიერის დუგლას ნორთის მოწყობილი სისტემაა ეს. არსებობს ცნობილი სოფლიოში თეორია ოქროს კანონი ქვია, მართვის ოქროს კანონი. რომელიც იცავს სისტემას დანგრევისაგან და ნებისმიერი რეფორმა და ნებისმიერი ცვლილება მართვაში აუცილებლად უნდა იყოს მოთავსებული 40-60%-ის ფარგლებში. აი როცა შენ ცნობილი რო იყო, სამაგალითად ვიღებთ სოხუმის უნივერსიტეტს. ნებისმიერი დონის რეფორმა შეგიძლია, მაგრამ შენის რომ სულ გააჩერო, ესე იგი ნოლამდე დაიყვანო, ეს დაანგრევს სისტემას და მართალია სხვებზეც იმოქმედებს. ამიტომ აი ეს ნებისმიერი რეფორმა აუცილებლად უნდა იყოს რაღაც არტახებში მოქცეული და ამიტომ არის ის ოქროს კანონი და ყველანაირ სისტემაზე, პოლიტიკურზე, ეკონომიურზე, ტექნიკურზე ყველაზე ის ვრცელდება. ნუ ახლა ამაზე ლექციას ვერ წავიკითხავ, მაგრამ უნდა დამიჯეროთ, რომ არსებობს ასეთი თეორია და ნებისმიერი რეფორმის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია აი ამ თეორიის მოთხოვნები და კი ბატონო, სწორია ბატონო ბახში, ბატონო თემურ, მე ახლა განსაკუთრებით დარჩენილი დრო მინდა დავუთმო, ახლა თქვენ ბრძანდებით პოლიტიკოსები. ახლა აქ ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები, მაგრამ ვართ ქართველები და გვესმის საქართველოს მომავალი არ ექნება თუ ჩვენ მშვიდობიანად აფხაზეთში არ დაბრუნდებით და საბაჭალოში. სხვანაირად მე პირადად არ წარმოვიდგენია საქართველოს განვითარება აფხაზეთის გარეშე. ბატონო თემურ, 1932 წელს სოხუმში დაარსდა აგროპედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ერთ წელიწადში გადაკეთდა სოხუმის პედინსტიტუტად. ეს იყო მესამე, ესე იგი, დაწესებულება სასწავლო საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკურის შემდეგ. მე უკვე შეიქმნა ქუთაისში, ბათუმში. 32 წლიდან 79 წლამდე იყო სოხუმის პედინსტიტუტი, სადაც ფაქტიურად ყველა კლასიკური სპეციალობა იყო მათემატიკა, ფიზიკა, შემდეგ. მაგრამ არ იყო ჯერ სამართალმცოდნეობა, არ იყო დაუშვათ კიდევ ზოგიერთი კლასიკური სპეციალობა. 79 წელს, რადგანაც აფხაზები ხო იცით თქვენ პოლიტიკოსები ბრძანდებით და ყოველ 10 წელიწადში ატყობდნენ, ჩამოყავდათ უდავუთიდან ეს თქვა წარმოადგენლები და სოხუმში გამოდიოდნენ მიტინგით, რომ მეტი პირობები შეგვიქმნით, ესე იგი, რომ მაქსიმალურად ჩვენ ვიყოთ დაცული ამ თვალსაზრისით. დიახ. და 79 წელს ესე იგი შეიქმნა კოსიგინის ხელმოწერით ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აფხაზეთის? მე ვისვირე, მე ვიცი. მე მაშინ სწავლობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე 4 კურსზე და იქ ჩვეულებრივი იმაში, მაღაზიაში, იქ დომკნიგაში ვიყიდე ცნობარი საბჭოთა კავშირი იყო ხო 79-ში საბჭოთა კავშირის უნივერსიტეტების ცნობარი და ეწერა Сухумский государственный университет. კი ბატონო გამეხარდა მე ახლა სოხუმელი კაცი ვარ და კი ბატონო
ჩამოვედი ზაფხულში, დამთავრდა ის კურსი და ზაფხულში სახში და მეუბნებიან რომ არა, უკვე არისო აფხაზский государственный университет. რა თქმა უნდა, როცა კოსიკინის ხელმოწერით იყო აფხაზებმა, ესე იგი მაინც გამოვიდნენ ქუჩაში და გადაარქვითო ეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დაარქვითო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართულად ძალიან ცუდად არ ჟღერს, მაგრამ რუსულად ჟღერს აფხაზский государственный университет. თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით და ცენტრი ყოველთვის უნდა ვარირებდეს მოთხოვნებში და რეგიონების მიმართ, მაგრამ თბილისმა დაუშვა უდიდესი შეცდომა ეს თბილისის გადაწყვეტილებით დაუთმეს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც კოსიგინი აწერს ხელს, თბილისმა აფხაზების მოთხოვნით შეუცვალა სახელწოდება დაარქვა აფხაზский государственный университет. ადგილობრივი ქართველების ინტერესები განულებული იყო. შემდეგ რა თქმა უნდა, პირველად რომ შეიქმნა უნივერსიტეტი, ბატონი ანჩაბაძე მაშინ უკვე წევრი კორესპონდენტი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გახდა რექტორი პირველი და შემოვიდა ახალი სპეციალობით სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, ბიზნესი, შემდეგში. მერე ბატონო თემურ, ესე იგი აფხაზეთში იმ პერიოდში იყო ფაქტიურად სასწავლო კუთხით ორი ცენტრი, ყველაზე დიდი ქართული ცენტრი იყო სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგოდნენ, რადგანაც იქ ძალიან დიდი პროცენტია ქართველები სწავლობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ის ნახდათ იყო ქართველების ლიდერი, მაგრამ მეორე მაინც სოხუმის ეს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ვთქვათ, ქართველები ბევრი ვიყავით პროფესორად და ამავდროულად. შემდეგ ბუნებრივია, მოხდა ახლა ჩვენ ვერ შევეხებით ომის პრობლემებზე, ცალკე საკითხი, ასე შემდეგ. და ეს კარგად ჭკვიანურად მეცნიერულ დონეზე რუსეთმა გაათამაშა ის რომ გაწყვიტა სამეგრელო დაიზვიათ, 1000 ახლა არ მინდა ჩვენ შეიძლება ცალკე გადაცემით და ამაშიც იქაური კაცი ვარ და ვერ ყვევი. მერე ჩვენ ბატონო თემურ იძულებული გავხდით და გადმოვედით თბილისში. ნაწილი ჩვენი კოლექტივისა მაშინ ერქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. და რექტორი მაშინ იყო ზვიადგამსახურდია მთავრობის ესე იგი მინისტრი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი პიროვნება, ადრე ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი, გაგრელი კაცი, ფელის ტყებუჩავა, ძალიან მაღალი დონის მეცნიერი იყო. ის იყო ზვიად ხელისუფლების მაგრამ ნაწილი კოლექტივისა ითხოვდა რომ ზუგდიდში, რადგანაც იცი ზუგდიდი იყო ზვიადის ცენტრი იქა, მაგრამ ჩვენ უმრავლესობა მაინც თბილისში ვიყავით. სტუდენტები მიმოფანტული იყო მთელ საბჭოთა კავშირში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მაშინ გახდათ მინისტრი ბატონი კვაჭანტირაძე. და ედვარდ შევარდნაძე, რა თქმა უნდა, გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და მას რაში იჭირდებოდა თბილისში დევნილი უნივერსიტეტი. და იმან კულტურულად დაავალა ეს კვაჭანტირაძეს. და ჩვენი ჯგუფი, რომელიც თბილისში ვიმყოფებოდა, აც გასვენებული პროფესორი ოთარ ჭურღული, აც გასვენებული პროფესორი ბორის კვარაცხელია, თემურ შენგელია, ერთ-ერთი ლიდერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრების კათედრის გამგენო, ასევე მე და შემდეგ ჯერ ჟორდანია დანიშნული არ არის. მას გვები. მივედით დელეგაცია ბატონ კვაჭანტირაძესთან. ბატონ კვაჭანტირაძე, რადგანაც ჰქონდა კულტურული დავალება, რომ როგორმე თბილისში არ იყოს ეს აღდგენილი ესა, თქვა რომ კი თქვენ გინდა თბილისში, მაგრამ აგერ წერილი მოვიდაო ზუგდიდში და მართლაც ნაწილი ითხოვდა ზუგდიდს. ჩვენ უთხარით რომ ზუგდიდში უკვე იყო ფილიალი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. და ჩვენ უთხარით რომ ჩვენ რადგანაც სოხუმში ვერ ვართ, ის ცენტრი, სადაც ჩვენ შეიძლება განვითარდეთ, არის მხოლოდ თბილისში. და სწორი გადაწყვეტილება იყო. არ უნდათ იქით აქეთ, აგერ მეორე მხარე იქით, მაგრამ რეალურად ჩვენ გადავწონეთ და შევარდნაძე პოლიტიკოსი იყო და მიხვდა რომ ეს არ გამოუვა, რადგანაც მას უნდოდა რომ ყოფილიყო დროებით სოხუმის ფილიალი ზუგდიდში, ზუგდიდის ფილიალი გავიდოდა 2-3 წელი და იტყვე რა საჭირო ერთ ქალაქში ზუგდიდში ორი ფილიალი, მით უმეტეს ერთდაიგივე უნივერსიტეტი. შერწყმა მოხდებოდა, გაქრებოდა, უნივერსიტეტი არ იქნებოდა, პრობლემა არ იქნებოდა. და მაშინ საბედნიეროდ როინ მეტრეველს ახლა აქვს თავისი მომენტები, მაგრამ დიდ მადლობას მოვახსენებთ მე და კოლექტივი, რომ
ოთარ ჟორდანიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ასევე დასამალი არ არის ბატონი ოთარს პატისევდა ედვარდ შევარდნაძე. ეს ასე ვიცი. დიდი მეცნიერი და დიდი ოთარ ჟორდანია იყო ის ერთადერთი კაცი მაშინ ბატონ თემური იცნობს. ეს ესეთი ჩვენ მას უწოდებთ დღეს მაშინ ახალ გავიცანე, მაგრამ აფხაზეთის 16 ტაყაიშვილს უწესიერესი კაცი, დიდი მეცნიერი, წესიერი კაცი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორც შეიძლება უნივერსიტეტში სტუდენტი მოხდეს ხაჭაპურის და მწვანე რაღაცა კოპიურების მეშვეობით. ბატონ ოთარ ჟორდანია, ბატონო თემურ ეს მინდა საზოგადოება მიცოდეს. მათ შორის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ უნდა იცოდეს. ასევე იცოდეს ახალგაზრდა კაცი, რომლის მამა იქ მოკლეს აფხაზებმა, მიხეილ ჯინჭარაძეს ვაჟი, გიორგი ჯინჭარაძე, დღეს არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მაშინ იყო 1 წლის ომი რომ მოხდა და იქ თავმჯდომარეა. მათ უნდა იცოდე, იმიტომ რომ ის მაშინ 2 წლის იყო და 7 წლის. ბატონო თემური, ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი ვიყავით, მაგრამ თბილისის უნივერსიტეტს არ ქონდა მართლა შენობები, როინი გვიჭერდა ხომ შენობები ფიზიკურად არ ქონდა. ჩვენ მიმართეთ დასამალი არ არის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოიყო შენობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ აღმოჩნდა ეს შესაძლებელი. ამიტომ ბატონო თემურ, ჩვენ გავიცანეთ მთელი თბილისი. 93 წლის 15 ნოემბერს ჟორდანია რომ დაინიშნა, მე პირველ დეკემბერს მე და სხვა მეორე პრორექტორი, დეკანები და ჩვენ ჯერ მესამე წლაში იმად გასაგონად ვეუბნებით, ვინც ფიქრობს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა მილივად რეჟიმში გავიდა, ესე იგი დაიხუროს. 75 სკოლაში ადრე ციხეები ხო იყო იმ ორთაჭალაში. იქ მესამე წლაში პატარა მერხებზე, რატომ? იმიტომ რომ იქ და მე 75 სკოლაში და მთელი თბილისის რეგიონი გავიცანი სკოლებში ვიყავით. ასე ბატონ ოთარ ჟორდანიამ და ახალმა მენეჯმენტმა ააკოწიცა ეს უნივერსიტეტი. მე და თემურ შენგელია, ჩემი მეგობარი, გითხარით ბიზნეს ადმინისტრაციის ლიდერი თბილისის უნივერსიტეტში, სწორად გამიგეთ, გლდანში ვცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში და ბატონი ბადრისის შენობა რომ არის საქორწილისისა და იქვე იყო სკოლა და ფეხი დავდიოდით 20 კილომეტრი 25. რატომ? მეტრო ითიშებოდა მარშრუტკის ფული ჩვენ არ ქონდა ფული, იმიტომ რომ მარშრუტკაც არ იყო ბატონო. არა, რომს ყოფილიყო ფული არ ქონდა. ფეხი დავდიოდით, გამოვდიოდით 7 საათზე, მივდიოდით 11-ზე და მე უკან მოვდიოდით. და ჩვენზე უკეთესი, ძალიან ბევრი ის. მე ბატონო თემურ ნულიდან რომ ჟორდანია და ამ გუნდმა მიიღო 2004 წელს ჩატარდა პირველი ინსტიტუციური აკრედიტაცია და დასკვნა იყო რომ ჩვენ ვიყავით მე-4 ადგილს თსუ და სამედიცინო შემდეგ ვიყოფდით ტექნიკურ უნივერსიტეტს და სოხუმის უნივერსიტეტს. სწორად გამიგეთ, ქუთაისში და უფრო დაბლა იყვნენ შედეგები. მე მოვიდა ბატონი სააკაშვილი და თქვა, ყველა რექტორი, კარგი, ცუდი, ყველა უნდა მოიხსნას და ძალით მოხსნეს ოთარ ჟორდანია. პირდაპირ. მე არ გამოვრიცხო, სხვა რექტორები იყვნენ შემჩნეული სხვა რაღაცაში, ახლა ხო იცით თქვენ. ოთარ ჟორდანია, მისი გუნდი არაფერში შემჩნეული არ იყო. ოთარ ჟორდანია მოვიდა რექტორად ერთოთახიანი ბინით და დღესაც იქ ცხოვრობს. შეგვიძლია შევავუწყოთ. 12 წელი იყო რექტორი. ბატონო თემურ, მე უკვე ხელისუფლება ვინც მოვიდა, ბატონო შეიძინა ეს გავიხსენოთ. ხო გითხარით რომ ნულიდან ავედით საქართველოში მე-4 ადგილზე შენობა შეიძინეს. ხო, სტუდენტები, სწორი მენეჯმენტი, ამას ახლა არ ვეხები, ამაზე ცალკე წიგნით უნდა დაიწეროს. ის შენობა, სადაც ზის ახლა დღევანდელი რექტორი, ჟორდანიას დრო ჩვენ შევიძინეთ $330,000, დღეს ქონება არის 6-7,000, ეთყობა ვიღაცას თვალი გაურბის იმ შენობის 6 მილიონი? ხო. არა, შევიძინეთ 330,000. 6-დან შეიძლება მეტიც არის. ახლა მოხსნეს ძალით ჟორდანია და დანიშნეთ პარაშუტისტები. ანუ არა აფხაზეთელები, ოთარ ჟორდანია სოხუმელი კაცი იყო და ეს.
შესაბამისად მე სოხუმის უნივერსიტეტი წავიდა გაუარესებისკენ, მაგრამ მაინც დონე გარკვეული პროფესორებისა მაღალი არის. ბატონო თემურ, მაშინ ედვარდ შევარდნაძეს აქტიურობა აფხაზეთის კუთხით თბილისში არ მოწონდა. რატომ? იყო ბატონი აზგასვენებული თამაზ ნადარეიშვილი. აი შევახსენებთ ახლა ლიდერებს, ბჭყალებში ლიდერებს, ვინც არიან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. ის მართლაც ლიდერი იყო. კი, ქონდა მაგას რაღაცა, ცოტა აი ტექნიკურ მომენტებში ახლა მიხვდებით, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ლიდერი იყო. ოთარ ჟორდანი საზოგადოებრივი ლიდერი იყო. თუ რამე საკითხები დგებოდა დევნილების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ მეც მონაწილეობდა. 10,000-იან მიტინგები იყო იმის ადმინისტრაციის წინ, ახლა ის რომ ბატონი კობახიძე. სტუდენტები, ნადარეიშვილი, ჟორდანია, მე და სხვები გამოდიოდნენ სიტყვით. და ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთის საკითხი და აფხაზეთის საზოგადოება იყო წარმოჩენილი. ბატონი თამაზი იყო ვიცე-პრემიერი საქართველოს მთავრობის. ანუ ჟღერდა. ახლა თბილისმა ეს კარგად ჩათვალა, სამწუხაროდ ბატონი თამაზი გარდაიცვალა. და მიხეილ სააკაშვილმა იფიქრა, რა საჭირო აქ წონადი ხალხი იყოს აფხაზეთის მთავრობაში და უნივერსიტეტში. ჟორდანია მოხსნა, დანიშნა პარაშუტისტი, თქვათ ლაპარაკობთ, რომელიც აფხაზეთი, თქვათ კავშირში არა. და იქ მოიყვანეს ისეთი პიროვნებები აფხაზეთის ხელისუფლებაში, რომელიც როგორც კი თბილისი იტყვის, ჩესტი მეიო იტყვიან. დაშალეს. და დღეს როცა პირდაპირ მიუმართავს საკაების აფხაზეთის შვილებს, ილია ვეკუას კუთხის შვილებს, მათ შორის რომელიც დღეს ერთ-ერთი პიროვნება დიდი თანამდებობაზეა სიძია ბატონი კობახიძეს. დამთავრებული აქვს ჩვენი უნივერსიტეტი დავით ფაცაციას. როგორ უყურებს მაგას, რომ მისი ფაკულტეტი ეკონომიკა და ბიზნესი ესე იგი გაუხდება? როგორ უყურებს მაგას, რომ აფხაზეთი, რომელმაც შვა ილია ვეკუა, ყველაზე დიდი მეცნიერი, მათემატიკა არ იქნება, ქიმია არ იქნება, ფიზიკა არ იქნება, ქართული ენა არ იქნება, ლიტერატურა არ იქნება, ანუ გაუხდება ყველა ის სპეციალობა, რომელიც თსუ-შია. თსუ ახლა ლიდერია, ბუნებრივია. მათემატიკაში, წმინდა მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ქართული ენა, გასაგებია, ლიდერია. ჩვენ თუ გვინდა ბატონო თემურ, ამ პერიოდში 94-2006 წელს, აი ბატონო ოთარ ჟორდანიას დროს, თბილისში 30-მა პიროვნებმა, მათ შორის მე ვარ, დავიცავით სადოქტორო დისერტაცია. აფხაზეთის მეცნიერებაში, ამ პერიოდში 12 წელიწადში. აფხაზეთიდან მით მაგ სოხუმის ფილიალში ერქვა. ფიზიკა მათემატიკის მეცნიერება და დოქტორი, მაგრამ ეკონომიკის, ფილოლოგიის უამრავი ხალხი. 125-მა დაიცვა საკანდიდატო. შეიქმნა ახალი უნივერსიტეტი. ნაწილი, რა თქმა უნდა, აქ გადავიდა თსუ-ში, მე ყველა ხო ვერ იმუშავებდა. ეს ამ ხალხს ბატონი მიქანაძე და კი ბატონი ზვიად გაბისონია, რომელიც მას არიციან, მაშინ ახალგაზრდები იყვნენ, შეიძლება სკოლაში იყვნენ. არიციან ეს როგორ მოვიდა. ასე ხმები დადის ბატონო თემურ, თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით, მაგრამ მე არ ვიცი ეს. მაგრამ აფხაზეთი რომ ეს სიტუაცია რომ გაიგეს აფხაზეთელებმა თქვენს რომ პირდაპირ რატომ გიგვირთო რომ სოხუმის ფილიალის დახურვა უნდათო? პირდაპირ არისო შეკვეთა მოსკოვის და აფხაზის სეპარატისტების, რასაც კულტურულად აკეთებენო ესენიო. მე არ ვიცი ასე არის თუ არა, მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მილევად რეჟიმში დატოვება მარტო აგრო სპეციალობის და აფხაზურ ენა ლიტერატურას, რომელიც 5 კაცი მოდის. დიდი დანაშაულია. ვინც ამას ხელს კიდევს, თემურ ჩილაჩავა იქნება, ზვიად გაბისონია თუ გივი მიხანაძე, წინ დახვდებათ ეს ამბავი. ბატონო თემურ, მე მოგმართავ თქვენ ერთადერთ პოლიტიკოსს. როცა სოხუმი იცლებოდა სისხლი, ზოგიერთი ბაგაბახში იყო. თქვენ მობრძანდით, მაშინ ჩამობრძანდით, როცა თვითმფრინავს და აჯდნენ სხვები და ჩამოგდება უნდოდათ, ასევე მეუფე კალისტრატეც იყო, ხო თქვენთან.
ბატონო გია, სოხუმი იცლებოდა სისხლისგან, ერთადერთი პოლიტიკოსი ვინ ჩამორდანდა აფხაზეთში. ამ პიროვნებას, რომელიც არ არის აფხაზეთიდან, მაგრამ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხია. ჯემალ გამახარიას მიმართავ, აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილ კაცს, ხმას რატომ არ იღებთ? როცა ინგრება თქვენი უნივერსიტეტი. ბატონო თემურ, ძანე თქვენ მე დახმებით თქვენს განწყობას. ხელს ვაწერ ყველა იმ სიტყვაზე, რაც თქვენ თქვით. მე მზად ვარ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე დაგიდგეთ გვერდით, რასაც კი ჩათვლით საჭირო. მე მიმაჩნია, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პირიქით ეს რეფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენ აფხაზებს ვაჩვენოთ, როგორ უყურებთ ჩვენ სოხუმის მომავალს. ქვეყანა, რომელიც განათლებას, ქვეყანა არის ის, რომელიც განათლებას უყურებს სწორად. აფხაზეთისადმი დამოკიდებულება სწორია თუ კარგია თუ ცუდია, ეს ყველაფერი გამოჩნდება რეფორმით და დაიწეროს ყველაფერი. გუში იყო ძალიან ცნობილი ექიმის აფხაზეთთან დაკავშირებული პიროვნებების მერაბ მურგულიას დაკრძალვა, ეს როსტომ გველესიანის სიძიე ეს. როსტომ გველესიანი ჩვენს უნივერსიტეტში სოხუმის სუბტროპიკის უნივერსიტეტიდან უნიკალური პიროვნება, რაღაცა სწავლი და აქ იყვნენ ჩამოსული გუში, მე ვნახე მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები. ვნახე ძალიან ბევრმა დილიდანვე დამირეკა და მომათთან ერთად ვიყავი. აფხაზები ვნახე გუში და იძულებული აი ამ ხალხმა ილაპარაკა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი იყო პრაქტიკულად წარმოდგენილი და ვიყავი ამაყი და მე იქ თქვა ჩვენი დამოკიდებულება ყველაფერი ანუ აფხაზეთს მე მამაღლა მინდა ვთქვა რომ აი ბატონმა ვახში თქვა წეგან დავალებებს ასრულებენ გარედანო დავალებებს კი არ იძლევიან ესენი არიან მონები ესენი აკეთებენ იმას რაც ეს სიამოვნებად იქ ეს სხვა რამეა ეს სიამოვნებად მე გეჭვმეპარება რომ ვინმე საქართველოში ხელისუფლებაში იქ რაიმე ურთიერთობა გქონდეს პირიქით რაც თქვა ბატონმა ვახში კიდე უფრო ვამძაფრებ რომ ესენი რომ ასიამოვნონ იმათ რომ ასიამოვნონ აი თუნდაც ახლა ხელი რომ მოაწერეო ბატონმა ვახში რომ თქვა ხელი მოაწერა იმიტომ რომ იმიშნელობა ხელის მოწერას არ გქონდა იმიტომ რომ ის კანონი ვერ გადის მაინც იმიტომ რომ იქ სხვები ყავს მოწინააღმდეგეები და სწორად თქვა ბატონმა ვახში რომ იმდენად არიან ამ ბრიტანული იმის გამო ჭირდებოდათ იქეთ ხელის მოწერა განსხვავება რა არის ახლა აი თქვა როდესაც ჩვენ აი რატომ აკეთებენ ისე როგორადაც თქვა ესიამოვნებათ მათ ესენი შეიძლება არანაკლებად ჩვენზე ნაკლებად არ ძულდეთ ბევრი რა მაგრამ თანამდებობს ვერ შეინარჩუნებენ ეს არის ბრძოლა ბატონებო რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს გარეძალებთან ურთიერთობაში თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში აძულეს ხალხს ევროპაში აძულეს ხალხს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეხლა ყველაზე ცუდ საქმეს რუსეთს უკეთებენ იმიტომ რომ ყველაფერი ხო გამჟღავნდა ნელ-ნელა განათლების სისტემა როგორც კი ხალხი გაიგებს იმას რომ ჩვენ ამას აქ დიდი ეროვნული მოძრაობა დაიწყება ხალხი ვერ შეეგუება იმას მე ვერ წარმომიდგენია ქართველი რომელიც გაეგება ხელქვეშ რომელიმე ქვეყნის პოლიტიკას და ამ შემთხვევაში რუსეთთან დაკავშირებით რუსეთი უშვებს კიდევ უფრო დიდ შეცდომას ეხლა იმაში რომ მას უნდა რომ თავის მორჩილი ხელისუფლება ყავდეს აქ ვიდრე ან ამერიკა ან ევროპა ან რუსეთი ყველაზე მეტად ცდილობს რომ თავის მორჩილი ხელისუფლება ყავდეს საქმე ქვეყანაში ვერ წავაკარგავთ ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყნის მსახური ქვეყნის ინტერესების მსახური თქვენი პათოსი არის ქვეყნის ინტერესების მსახური მე თქვენთან ერთად ვარ ამ საკითხში უბრალოდ არ ვიცი ახლა დრო გავთვალპულწილად კიდევ მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ დღეს ასევე ძალიან დიდი გამოფენა არის ესე იგი კანდელაკი რომელიც რუსეთშიც იყო 30 წელი ბოლოს ამერიკაში იყო და მისი გამოფენა იხსნება გალერეაში მე იქ მინდა მივიდე იმ დროს ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრია ჩვენი ხელოვნების წარმომადგენელია ბოდიში მინდა მოგიხადოთ მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ თემურ ჩილაჩავას მეცნიერთა კონგრესის დროში ამ ტელევიზიაში გადაცემა უნდა გქონდეს მეცნიერთა კონგრესის დროში თემურ ჩილაჩავა უნდა დაიცვას და ხედავ განწყობა როგორი აქვს ხოჭა ვერ გაბედავდა ბევრი ვინმე ისე დასახელება სახელების და გვარების როგორც ბატონმა თემურმა გააკეთა აი ამიტომ ხარ თქვენ ძლიერი და ამიტომ ვარ განწყობილი აი ესე რომ დაგიდგე გვერდით ყველაფერში ვერც პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ისე როგორც თქვენ მიმართეთ ვერც ბევრი ვინმეს ვერც იმ პრეზიდენტის სიძეს ისა პრემიერ-მინისტრის სიძეს ვერავინ ვერ მიმართავს
მართალი კაცი ხარ, ნაღდი კაცი ხარ, სწორად იარე, მე ბედნიერი ვარ იმით, რომ გიცნობ და ამ საკითხში ვარ თქვენთან ერთად. მე რა შემიძლია გითხრათ? მადლობა. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში იყოს კონკურენტული გარემო და ქვეყანაში იყოს დაცული ადამიანი. ამისთვის გვჭირდება ხელისუფლება. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც კანონს არ დაწევს თვითონ კანონ პროექტს, არ იქნება ერთპარტიული და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაფერს თავის წარმომადგენელი ყავდეს პარლამენტში და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანაში კანონ პროექტს დაწერენ სპეციალისტები, მეცნიერები, ინსტიტუტები და ამაში ფულს გადაუხდიან. მე მცხვენია ბატონებო, ამ რანგის მეცნიერი ერთის და მეორეც აგერ. აი, თუ იმეს უნდა ეკითხებოდა რეფორმა როგორ არის, ერთსაც და მეორეს, მე ამით უფრო ხლა, ესე იგი, პირველი მსოფლიოში, პირველი სასწავლო უნივერსიტეტი იყო ის აკადემია, რომლის პრეზიდენტია 1900 წელი გამოდის, ხომ? დაახლოებით არა, ჩვენი ესე იგი ფაზის აკადემიის ასაკი 1900 წელი ეს ვერ აღნიშნა ხელისუფლებამ თქვენ 1750 რადგან აღიარებულია და ეხლა უკვე 1900 გადი თუ ვინმეს აი ეს ეკითხებიან ყველა სახელმწიფოში ნამყოფი ხარ და ყველა იმ სახელმწიფოს ენაზე ორიგინალში კითხულობ და სასწაული რამეები გააკეთეთ. იცით გამოცდილება გაქვთ, უდიდეს საერთაშორისო კონფერენციებს ესწრებით. სასწაული ინფორმაცია გაქვთ. დიდი მადლობა რომ ბატონო ბოდიში რომ გააცვეთინებ ერთ-ერთმა პიროვნება პირდაპირ გადაცემის დროს თქვა ერთი ქალბატონია ლეილა მესხი მოდიოდაო სულ რომ ხორბლის ამბავი გაგვეკეთებინა პარლამენტში გადიოდა ეს ქალი და ეხვეწებოდა და ვერ იგებდნენ ალბათ ვიღაცა მერე გაიგო და მერე კომისია შეიქმნა 11 კაციან და ახლა რომ ხორბალი რომ აღიარეს ანუ ეს გახდა პოლიტიკური ნიშნულობით ანუ აქციას რომ ჩვენ ვაკეთებდით მე პოსტი იმიტომ დავდე რომ ეს ხორბლის ამბავი ბატონი ბაკურ გულუას დროს უკვე მორგო ის იყო გაკეთებული მაგრამ მას მეცნიერული ნაშრომი ჰქონდა ნელი ბრეგაძისა რომელიც გამოქვეყნებულია 1999 წელს 90-იან წლებში და იქ დამტკიცებულია რომ ხორბალი ესენი ვერ იგებენ ზემოთ ზოგიერთები რომ განათლებას მეცნიერებას და სხვა მიმართულებებს განსაკუთრებით ფაზის აკადემიას რომ ინსტიტუციური განვითარებაში ხელი უნდა შეუწყოს ბატონმა თემურმა კითხვა დავისვა და ვერ უპასუხე სამ პროექტში უარი გვითხრეს სამი პროექტის აკადემიას და როგორ განვითარდეს ფაზის აკადემია თუ ფიქრობთ ზოგადად ეროვნულობაზე მეცნიერებაზე განათლებაზე მე რატომ უნდა დავდიოდე რატომ უნდა ვეხვეწებოდე რატომ უნდა ვუხსნიდე რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარება მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ეს ხდება იმიტომ რომ იქ ექსპერტები და მეცნიერები ვინც ხავთ მოწვეული ეს არის ჰუმანიტარული მიმართულება ქალბატონმა ცილოსმანმა თქვა რომ არ მოგვასწენაო ქალბატონმა ლეილა მესხმა არ უნდა იცოდეს პარლამენტში მსხვილმა ადამიანებმა რომ რაგირებულებები უნდა ირჩიოს საქართველოს ხო მაგრამ მე ვამბობ აი ამ შემთხვევაში მე შევეხომინდა იმას რომ აი თქვათ აბსოლუტურად გაგებაში არ არიან ბევრ ამასთან დაკავშირებით. ხო და ამაზე თქვით. არა მარტო ამ იმას და აი თქვათ მე ახლა წეგან ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას რომ 1000 ლარი აქვს ამ კაც ხელფასი. აი ამ კაც რომელიც სასწაული რამე გააკეთა, მეცნიერულად დაასამუთა სასწაული რამეები ქართულ ენასთან, სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით და უდიდეს პატივს მიაგებენ თემ სოფლიოში. აი ეს ასეთი მეცნიერი ყავს, აგერ 1200 ლარი აქვს ხელფასი და ეხლა იტყვიან რომ 250 ლარია საარსებო მინიმუმი და თქვენ 4-ზე მეტი გაქვთ და თქვენ 5-ზე მეტი გაქვთ. 10000 გვექნება. სამი შვილი ხარ. ახალი რეფორმით 10000 გვექნება, ასე გვირდებიან და მე საერთოდ არ სამსახურიერ და რჩება არსად. ორი დისერტაციის და ისამავს და არცად არ სამსახური. ისინი რომ მე ვიცი ეს რაც მოხდება, ერთი რამ იქნება საქართველოში. თუ ჩვენ ამ რეფორმას სწორ მიმართულებას არ ვივცემთ, 10 წლის შემდგომ საქართველოში
ვინც არიან დღეს ხელისუფლებაში, მათი შვილები ისწავლიან ამ უნივერსიტეტებში და მათი შვილები ისწავლიან და ეს იქნება ფეოდალური სახელმწიფო ჩამოყალიბდება, ანუ იმ ხელისუფლებების შვილები, შვილიშვილები, რომ ამათ ეშინიათ არა მარტო დღევანდელობის, ეშინიათ რომ რა სიტყვის მომავალი, ამიტომ ესენი ფიქრობენ, რომ ისეთი საუნივერსიტეტო პროექტი მოიტანონ, რომ ამათი ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, მათი შვილები, შვილიშვილები და შვილთა შვილები იყვნენ მუდმივად ხელისუფლებაში. არ გამოვა ეს, უნდა გამოცოცხლდეს ქვეყანა და ბატონი თემურ ჩილაჩავას ეს განწყობა და საუბარი მე მასდებ საშუალებას იმისას, რომ თუ ასეთ განწყობას მეცნიერი იქნება საქართველოში ერთი 100 მაინც ეს ქვეყანა სწორი გზით წავა. მადლობა ბატონო თემურ, მე ბოდიშეთია. მე რა თქმა უნდა ცოტა ესე ვთქვი, მაგრამ რადგანაც ყოველმა პიროვნებამ ვინც არის ვთქვათ აჭარიდან, აფხაზეთიდან, იმერეთიდან შემდეგ, უპირველეს ყოვლისა საქართველოს დანახულია ამ კუთხიდან და მე გართულები ქუთაისის უნივერსიტეტისთვის ესეპურმა არ არის კარგი, აკაკწერეთლის სახელობის უნივერსიტეტი არ არის. ჰუმანიტარულ заводებზე და მეორე უნივერსიტეტში გადაინახე. ერთ უნივერსიტეტად იქცევა კი ბატონო. მაგრამ არ იქცევა მაგ იმას, სწორად გითხრათ თქვენი, აკაკწერეთელი ცოცხალი არ არის და ამიტომ სასახელი მზადდება იქეთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორე ის ასე უნდა ის უნივერსიტეტი შეჭამს ამ უნივერსიტეტს და ეხლავე გაკეთდება ეს რომ ამ უნივერსიტეტში რაც სწავლობს ამდენს დატოვებენ პირველ ეტაპზე და ცოტა ხნის შემდგომ 5-6 წლის შემდგომ ამ უნივერსიტეტში ამ დედა უნივერსიტეტში ქუთაისში რომელიც არის აკაკწერეთის ისწავლის 3-4 ნაკლები ვიდრე დღეს სწავლობს. ჩვენც უთხრათ ხალხს ის სიმართლე და ამიტომ გავანეიტრავთ მას. ბატონო, ესე იგი თემურ, აი მე მინდა გითხრათ რომ თქვათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართლა ცნობილი პიროვნებები და სწავლობდნენ ის კურსს დამთავრებულია. მე რამოდენიმეს დავასახელე პროფესორ გიორგი ხუბუა, ცნობილი პიროვნება, დამთავრებულია თბილისის ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რომან ჯობავა ცნობილი პროფესორი. ერთი რა მინდა გითხრათ. აი ამ განებით მე გეუბნებით რომ სოხუმის უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი წარმატებული დასავლეთ საქართველოს და ქუთაისში მე ვიცნობ უამრავ ადამიანს რომელიც სწავლობდა სოხუმის სოხუმის უნივერსიტეტში. ეს იყო ცნობილი. რატომ? იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ იმ საბჭოთა კავშირის რომ ეხლა არასწორად გადმოაქვს საბჭოთა სისტემა. ნეტავი ის წიგნები შემოატანინა და ის როგორადაც ისწავლებოდა მათემატიკა და სხვა და ლიტერატურა და ეს შემოიტანო და ორგანიზაციულად სხვანაირად უნდა გაიმართოს ეს მე ყოველ შემთხვევაში კიდევ რამოდენიმე პიროვნება ვარები კაცოს ასეულით თქვენ ერთგვით ვეკუა თქვით ეხლა ამაზე დიდი მეცნიერი ეხლა ბერიას დაჭირდა სახელმწიფოს დაჭირდა და ახლა თუ დაჭირდება მაშინ დაგვაბრულებენ სხვა შემთხვევაში და აი ზუსტად ისა ბატონ თემურ კიდევ სანამ თქვენ წამზადებით ზოგიერთს აგონია თბილისში შეიძლება იმ ხალხს მესურებს განათლების სფეროში რომ აფხაზეთში რაც ვინც დარჩა და აფხაზეთის უნივერსიტეტი ყველას დაბალი დონე და არ არის ისე პირდაპირ ლაპარაკობ ჩემი კოლეგა იქ რექტორი ჭკვიანი კაცია ალეკო ბარამია იქ რუსეთიდან ცნობილი მეცნიერები ჩამოდიან კრასნოდარიდან სოჭიდან მოსკოვიდან ერთი თვე ორი თვის განმავლობაში უტარებენ ესე დაჩქარებულად ლექციას ადგილობრივი კადრები ყავს და თუ ჩვენ გვინდა რომ აფხაზეთში როდესღაც დაბრუნდეთ როცა აქ სწორად ბრძანა პროფესორ გია ვაშილავა და თუ მანამდე ეს სოხუმის უნივერსიტეტი მილევად რეჟიმში ფაქტურად წავა და დაბრუნდება კონკურენტ უნარიანი როგორ ვიქნებით და თუ ვიმეორება ამოცანა ის არის რომ ჩვენ აქ ცხინვალიზაცია მოხდეს და როგორც ცხინვალში ფაქტურად ეს უნივერსიტეტი ინსტიტუტი იყო მე უნივერსიტეტი დაიხურა შეერწყა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არ დარჩა ცხინვალელი ქართველი ფაქტურად ნუ აი საუნივერსიტეტო სფეროში იგივე უნდა აფხაზეთისთვის გაკეთება ანუ ჩვენთვის ეს არასწორია იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით 300,000 ძირითადი დასაგდენი ძალა იყო ვთქვათ კვლევითი ინსტიტუტები მაგალითად სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ატოლი იყო ეს აკუსტიკის ინსტიტუტი იყო მაიმუნსაშენი იყო გერონტოლოგიის ინსტიტუტი უამრავი ინსტიტუტები იყო და ვიმეორებ ცოტა ნახონ შეიძლება სამართალმცოდნეობაში ძლიერია ბატონი მიხანაძე და ბატონი ზვიად ჩვენ არ მეპარება გაბისონია მაგრამ არის სხვა დარგები სამართალმცოდნეობის გარდა და იმ დარგებში ჩაიხედონ რა დონე ქონდა სოხუმის ესე იგი ფიზიკა-ტექნიკის ყველა უნდა ნახოს ეს სურათი კიდევ ერთხელ რომ აი ასეთი განათლების სისტემა საქართველოში უნდა ავაწყოთ ისე რომ ეს უნდა იყოს საქართველოს მომავალი აი როგორც აქ ჩანდა ყველაფერი და აი აქამდე რომ მიიყვანეს ქვეყანა ეს არის უბედურება
ეს არის ბოროტება და ამ გზით ნოემბრით ვიაროთ კეთილის გზით ბოროტებით კიდე ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ბატონო ვახში ჩვენ 7 საათზე დღეს ყველანი ვართ კიდე მესტიანთან ძალიან კარგი შეხვედრა გვაქვს მე ამ შეხვედრებისთვის მოგუნდები უბრალოდ იქ ნახავ გავცილებლად არც დავუჭერებ ბატონო თემო ბროდიში ისე იგი თუ აქ ახლა აფხაზეთის მეცნიერების კონტინგენტს გააკრობენ ვერანაირად ვერ აღადგენენ ამ მოცემულობას იმიტომ რომ დაბრუნებული ხალხი არა თუ დაბრუნდება იმიტომ ახლა შევადაროთ ფულით შეიძლება აი თქვენ კარგად იცით არაბულ ქვეყნებში ფულს იხდიან კადრები ყავდათ ადგილობრივი და არ ყავდა სხვა ქვეყნებიდან ჩამოყავდა ჩვენ პირიქით ეს კადრები ყავს და უნდა შევინარჩუნოთ თუ არ შეგვიძლია მისი განვითარება შევინარჩუნოთ თუ განვითარება შეგვიძლია უკეთესია აი ეს ბატონო ბახში აი აქ ერთ-ერთი მომენტი არის რომ თბილისში უნდა შევამციროთო სტუდენტთა რაოდენობა ყველაზე მარტივი გზა რომ გარკვეულწილად რეფორმა რომ საჭიროა მე ამას ვეთანხმები იმიტომ რომ მე ვიცი ეს რადგანაც ორ უნივერსიტეტში მუშაობ და ვერ ყვევი ამაში მაგრამ მარტივი გზა არის ბატონო ზვია და ბატონო გივი რომ თუ ჩვენ გინდა სტუდენტთა რაოდენობა ადრე კომუნისტების დროს ბატონო ვახში დემოგრაფია იყო უფრო დიდი და ეს კარგიც იყო 60-65,000 კურს დამთავრებული ამთავრებდა სკოლას. აქედან ირიცხებოდა მხოლოდ 6,000, ანუ 10%. ანუ 60,000-დან ირიცხებოდა 6,000, 10%. ახლა საუბედურო დემოგრაფია დაბალია, ამთავრებს 39-41 იმის მიხედვით როდისა და ირიცხება 32, ანუ 85%. რატომ? კომპეტენციის ზღვარი არის დაბალი, მაგალითად, მათემატიკაში 51 ქულიდან 10 თუ დააგროვა, ის კომპეტენციის ზღვარს ლახავს. კომპეტენციის ზღვარი 10-ის გადალახვა შეიძლება თუ მეზობელი ეტყვის ამ იმას, შვილო შემოხაზე ყველა ნომერში პირველი. ის 10 ქულას დააგროვებს. ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალია თუ გინდა უკეთესი ყავდეს აბიტურიენტები ავწიოთ კომპეტენციის ზღვარი მაგალითად მათემატიკა 21-მდე ქართული და შემდეგ აი სხვა დარგი და ის 32,000 არ იქნება ჩასარიცხი იქნება ჩასარიცხი ესე იგი 6,000 თუ 10,000 ხო ამიტომ აი ეს გზა არის მაგრამ თუ ეს კონცეფციას გათვლილია დონის გაუმჯობესებაზე ასე უნდა გააკეთოს და რეგიონალური უნივერსიტეტები არ უნდა დაანგრიონ როგორც გათვალისწინებულია სოხუმის უნივერსიტეტის, გორის, თელავის, ბათუმის კულტურულად დაანგრევა ქვია ამას. არამედ კი ბატონო, ჩვენ არ ვლაპარაკობთ სოხუმის უნივერსიტეტის წარმოადგენლები. ჩვენთან არის ძლიერი კადრები გამოყვეთ მათემატიკაში, მიკრობიოლოგიაში, ქართული ენა ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, რამოდენიმე დარგში. ვართ პირდაპირ ვლაპარაკობთ ერთ-ერთი ლიდერები საქართველოში. ეს სპეციალობები დაგვიტოვეთ ჩვენ, რომ იმ დარგში რაც სოხუმის უნივერსიტეტი მოვა დრო და იამაყებს, რომ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გია კვაშილავამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გამოყვეთ მათემატიკის დარგში, ისეთი რომლის დაცვა შესაძლებელია კემბრიჯში და ოქსფორდში. თქვენ ესწრებოდით ამ დაცვას. დღეს გამოქვეყნდა ჩვენი პელაზგური გუნდის ჩილაჩავა, კვაშილავა, გია ფოჩხუა ორი სტატია იმპაქტ ფაქტორი ჟურნალში. ერთი ჟურნალი წარმოადგენს იმპაქტ ფაქტორი იურისტებმა. ვიღაცა იტყვის, ჩვენი არა, ჩვენ ვაქვეყნებით ლეზიჯინე ლაგოდეხშიო. მაგრამ ესე ხო არ არის მეცნიერება. ამიტომ რომ არ იყოს გამოყვეთ მათემატიკის პროგრამა სადოქტორო, მანამდე სამაგისტრო და ვაგავდო, არა მარტო გია კვაშილავ რომ დაიცვა 21-ში ბრწყინვალე დისერტაცია ასევე რომელიც კემბრიჯში და ოქსფორდში შეიძლება დაცულიყო გია ფოჩხუამ დაიცვა რაში მათემატიკური მოდელირება კონფლიქტების საკითხების გადაწყვეტის ოღონდ კონფლიქტები პოლიტიკურის გამზადებული რეცეპტები გვაქვს ეს ყველაფერი არ იქნება თუ დაიხურება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თუ ეს თხოვნა ბჭყალებში დავალება მოდის მოსკოვი და სოხუმიდან კი ბატონო მაგრამ ჩვენ ამას ხარს არ დაუჭერდა მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ცნობილ პიროვნებებს სხვებს ყველას ბატონო ვახში აი თქვენ როგორც სახელმწიფოურად მოაზროვნე ადამიანი როგორ შეიძლება ჩვენ აფხაზებს უთხრათ აგერ ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე თბილისი როცა აფხაზეთის ქართველებს აქ შეკოწიწებულ სისხლით მოტანილ უნივერსიტეტს ვანგრებთ თბილისში რომელი აფხაზი დაგიჯერებთ თქვენ არც ერთი თუ თქვენი ამოცანა არის რომ ცარიელი მინდორზე დავტოვოთ აფხაზეთის საზოგადოება და დასაბრუნებელი მხოლოდ გლეხი იყოს და მანდარინს და თხილის ესე იგი ვინ შეაგროვებს ეს სხვა საკითხი ბატონო ვახში აი თქვენ როგორც სახელმწიფო მოაზროვნე პიროვნებას დასავლეთ საქართველოს უდიდი წარმოადგენელს აი ეს პათოსი რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესუსტება დაანგრევა არის თუ არა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება ბატონ თემური თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია ამავე დროს ძალიან რთული და ძნელიც არის საქმე იმაშია რომ ის რაც ხდება ახლა განათლების სფეროში ის ხდება ყველა დანარჩენ სფეროში საქართველოში როგორც მეცნიერებაში როგორც მრეწველობაში როგორც სოფლის მეურნეობაში და მე არ ვიცი ესე იგი სამხედრო საქმეშიც იგივე ხდება ჩვენ ახლა გავიგეთ რომ რატომ მოხსნეს თავის დროზე ალასანია მინისტრობიდან თურმე ინიციატივა გამოიჩინა და ჰაერ საწინააღმდეგო სისტემიდან და რას ქვია საწინააღმდეგო ვისგან იცავ თავს რუსეთისგან ხო და ამ დროს თურმე რუსეთის ინტერესების გამომხატველი ხელისუფალი ყავთ და იმას ეს არ მოეწონება კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა ჩვენ არ გვყავს ქართული ინტერესების დამცველი ხელისუფლება ამიტომ რაც არ უნდა ჩვენ ვეხვეწოთ ამ ხელისუფლებას რომ აი ეს ასე არ შეიძლება ის მაინც ხელისუფლებას ესმის მხოლოდ და მხოლოდ ძალა აი ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ და უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ეს ძალა არის დემონსტრაციის ძალა ეს ძალა არის გამოსვლის ძალა აი თქვენ კარგად მიმართეთ გამახარია ბატონო ჯემალ მე მაგაც არ ვიცნობ პრინციპში არ ურთიერთობა არ მაქვს მაგრამ მახსოვს როდესაც იმის რა ქვია მაგას წარმომადგენელი იყო ასლან აბაშიძის ჩვენს პარლამენტში და მაგის გამოსვლები მახსოვს და არ ვიცი რაც ლაპარაკობდა არ მახსოვს მაგრამ მახსოვს რომ არ მომწონდა და ყოველთვის უარყოფით ემოციებს იწვევდა მაგრამ ის იმ თავისი გამოსვლებით რომელიც ჩემთვის უარყოფითი იყო ის ყოველთვის წინ და წინ მიიწევდა და ახლა ეგრე თავმჯდომარეა ხალხო კადრების შერჩევის სისტემას ხვეწდა მსოფლიო პოლიტიკური და მეცნიერული ელიტები ჩამოყალიბებულია ეს სისტემა და ამ სისტემის ქვაკუთხედი არის აი როგორც ბატონმა თემური ბრძანა ესე იგი თავისუფალი კონკურენცია ახლა თავისუფალი კონკურენცია რო ყოფილიყო და იქ ხელისუფლება არ ყოფდეს თავის ცხვირს იგივე იმ თქვენს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ არ ამგონია რომ იმას აირჩევდნენ ესე იგი ყველგან უნდა მთავრობამ თავისი მონამორჩილი აირჩიონ ხელმძღვანელად და შემდეგ აკეთოს ყველაფერი ის რაც მას უნდა ესეც კლასიკური მაგალითია საგანმანათლებლო სისტემაში ყოველ შემთხვევაში აი კულტურის დარგში მე მახსოვს როდესაც ქალბატონი თეა წულუკიანი იყო მინისტრი ყველაფერი გააკეთა რომ კონსერვატორიაში და იმ უმაღლეს დაწესებულებებში რომელიც მათი გავლენის სფერო იყო იქ ყველგან გამოცვალა ხელმძღვანელობა და არა მარტო ხელმძღვანელობა იქ ერთ ადგილას ვიღაცა ერთი დეკანი აირჩიეს რომელიც მათ არ უნდათ და ამისთვის მთელი უმაღლესი სასწავლებელი დასაჯეს და ესე იგი ხელფასები არ მოუმატეს აი ამაშია საქმე ჩვენ კერძო მერკანტილური ინტერესებით მართვადი ხელისუფლება გვყავს და იმ ხელისუფლებამ რა თქმა უნდა ეს ქსელური იმით ესე იგი ასეთივე მონური პრინციპებით მართვადი ხალხი მოიყვანა სათავეებში და ამიტომ ბედავენ ამ ხელას ჩვენ უნდა გავბედოთ მე აი თქვენ ბატონ თემურის არ იყოს მთლიანად და იცით თქვენ ჩემი ხასიათი
მთლიანად ვდგავარ თქვენს გვერდით, რადგანაც თვლი რომ თქვენი პრეტენზიები სამართლიანია, სწორია და პირიქით, ესე იგი ამის არ დანახვა და ამაზე თვალის დახუჭვა არის დანაშაული. დანაშაული არის ხალბატონებო და ქალბატონებო, როცა თქვენ იძახით გამოდიხარ და ჩემი პრემიერ-მინისტრი და მე აღმოჩნდა რომ ამ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა თურმე მილიონები მოიპარა და ციხეშია ჩასასმელი, ახლა მეორეს ეძახით. ახლა ესეც აღმოჩნდება რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, ესე იგი კრიმინალური საქმეების ავტორი და წარმმართველი. ხალხო, არ შეიძლება ხელისუფლების სიყვარული. დაიმახსოვრეთ, ეს არის უკულტურობა. ხელისუფლებას ყოველთვის უნდა უყურო ფრთხილად და უნდა უყურო კრიტიკულად, იმიტომ რომ როგორაც არა კარგად არ უნდა წარმართოს მან მმართველობა ამა თუ იმ სტრუქტურის და მით უმეტეს ქვეყნის, ყოველთვის არის რეზერვი უკეთესად მართვის. და იმ უკეთესი მართვისათვის мотивация იმას რომ კონდეს, იმან უნდა იცოდეს რომ არის ჩილაჩავა, არის კვაშილავა, ჟვანია და კიდე ვიღაცა ნაჭყებია და მებაღიშვილი, რომელიც ნახავს ამ ნაკლოვანებას და მას მოერიდება და არ გააკეთებს ისეთ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს. დღესდღეობით გამოდის ასე რომ მან შექმნა ელიტა თავისი, რომელიც ყველაფერს ხელს აუწევს და უკვე აკეთებს იმას, რაც უნდა. რა უნდა პარლამენტში ტალახაძეს ხალხო ამიხსენით ერთი დაწერა ეგერ იმ კაცმა, ვიღაცა მე ვერ გავიგე აი ამ იმის რა ქვია რეფორმის, განათლების რეფორმის არცი ვერ გავიგე რა უნდათ ამ ხალხო. მეორემ ამას მისწერა, ხო იცით შენიშვნები რომ არის მისწერა ტალახაძესთან და იმას რა ქვია პეტრიაშვილთან მიდიო ისინი აგიხსნიანო მაგათ ხელი აწე სასაცილო სამარცხვინოა სატირალი რომ არ იყოს. აი ამაშია საქმე და ეს განათლების რეფორმის აი ასეთი მიუღებლობა ჩვენთვის ეს ერთ-ერთი გამოვლინება არის ჩვენი ხელისუფლების არაკომპეტენტური მმართველობის. აი ამაშია საქმე. ბატონო ვახში და მე რომ გადაცემის დამთავრების წინ მე მინდა რამოდენიმე მაინც გავაგრძელო. პროფესორი ნანა დიხამიჯიას, ცნობილი პროფესორია, ხათუნა ჩარგაზია, ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარიას დამთავრებული აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარლამენტარი სოფიო ხორგუანი და აი მე დარწმუნებული ვარ ბატონ ზვიად გამისონია ძალიან გაუხარდა რომ მისი ესე იგი ამ შემთხვევაში ერთი კუთხიდან არიან გია კვაშილავა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ამ შემთხვევაში მათემატიკაში და ჩვენ ახლა ბატონ ზვიად ისე ვაპირებდით რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რადგანაც მართლაც ლიდერია საქართველოში და არა მარტო საქართველოში მათ მოდელირებაზე გიასნაირი პიროვნება რომელიც მათემატიკაში აქვს ხარისხი ეკონომიკაში არის მოვაზრუნე კაცია ჩვენ ვაპირებდით რომ აი გამყენთ მათემატიკის კათედრაზე მისი პროფესორად ესე იგი აღვალას და შესაბამისად თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაიხურა ჩვენ ისეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს ვერსად ვერ მივიყავთ იმიტომ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სადაც დარჩება მათემატიკა წმინდა მათემატიკა იქ თავის ხალხი ყავს პირიქით ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხი იქ გადავა რადგანაც მათემატიკის სპეციალობა იქ არ დარჩება ამავდროულად და ამაზე უნდა იფიქროთ ჩვენ უნდა ხელი შოუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს მათ შორის თქვენი ახლობელს როგორ ერთი კუთხიდან ბრძანდებით თქვენ დარწმუნებული ვარ ნიჭიერი კაცი ხართ მაგრამ გიაც ნიჭიერია და ამიტომ ყველა ნიჭიერს უნდა გქონდეს გზა გრიგოლ ორბელიანმა თავის დროზე ეს თქვა ბატონო გია მე მინდა თხოვა თქვენ რომ აი თქვენ როგორც სოხუმის უნივერსიტეტის ამ შემთხვევაში უკვე იქ არის დაცული პიროვნება რომელიც კავშირში ხართ სტატიებს მათ შორის თქვენ აქვეყნებთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მარტო წელ ჩვენ პელაზგურმა ჯგუფმა გამოაქვეყნეთ ინფაფაქტორიანი სტატიების 3 სკოპუსში 2 და გუგლე შოლარი კიდევ 2 ამ შემდეგ აი თქვენ რას უსურვებდით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოგვალს პირველ რიგში იმას რასაც მე ვთქვი უნდა შენარჩუნდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფიქრობ ასეთნაირად უნივერსიტეტის ფაკულტეტის ანუ მიმართულების შენარჩუნება უნდა იყოს საწყობილი პროფესორი რა დონისაა პროფესორის დონე
განისაზღვრება მარტივად Google-ში რომ ჩაწეროთ ციტირების ინდექსია და კიდევ სხვა ბევრ რამე შეიძლება. თუ გვინდა მოვაწყოთ სწორად ის რაც არის მნიშვნელოვანი მიმართულებები და განვავითაროთ, ეს არის ყველაზე მარტივი გასაღები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მხრივ მე დიდი ხანი არ ვიცნობ ამ უნივერსიტეტს რამდენიმე წელია, ხო ფაქტობრივად მე-4 წელი იქნება ახლა მე გავიცანი კადრები, რომელთა შენარჩუნება და განვითარება აუცილებელია და მე ვიმედოვნებ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იმ ნიშნულობით როგორც აქვს მას ნიშნულობა შეინარჩუნებს სახელმწიფო. მადლობა ბატონო გია, ჩვენ კიდევ ერთხელ მიმართავთ გარკვეულწილად აფხაზეთის ინტელიგენციის სახელით მეცნიერების რომ საქართველოს განათლების სამინისტროს რომ ის სპეციალობები რაში ტრადიციები აქვს ძლიერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რაც საწინდარი იქნება მომავალში იმ კადრების შენარჩუნებას როცა ჩვენ დაბრუნდებით აფხაზეთში რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი დარჩეს წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ დარჩება მოსახლეობა მათ შორის 300,000 ქართველი და აფხაზეთიდან გამოდევნილი ასევე სხვები იფიქრებენ რომ ეს გარკვეული დაავადება ალბათ მოდის მოსკოვიდან და ამას ასრულებენ ესენი. მე ვფიქრობ თქვენ ამას არ აკეთებთ, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ალბათ შემდგომში განათლების რეფორმებზე საუბარს. ახლა დიდი მადლობა ბატონო ვახში, დიდი მადლობა ბატონო თემური ადრე წავიდა, ბატონო გია და მადლობა ტელემაყურებლებს რომ გვისმენთ. კარგად გრძანდებოდეთ. ნახო